1991 წელს საქართველო და ბალტიის ქვეყნები ერთი იმპერიის ნანგრევებიდან გამოვიდნენ, თუმცა მალევე ჩვენი გზები გაეყარა. ბალტიის ქვეყნები დღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, ხოლო ეს სტატუსი საქართველოსთვის ჯერ კიდევ მისწრაფებად რჩება. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ბალტიის ქვეყნებზე, მათ გავლილ გზაზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართულებით და იმ გაკვეთილებზე, რაც შეიძლება ჩვენ ვისწავლოთ მათი გამოცდილებიდან. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია სტრატეგიული უსაფრთხოების ინიციატივის დამფუძნებელი და დირექტორი მეგი ბენია. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები და მაქსიმალურად დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის ბალტიის ქვეყნები და მათი გზა როგორ გაიარეს მათ ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ნატოს წევრობამდე და იმ რეფორმებზე მინდა გავამახვილოთ და იმ გარემოებებზე ყურადღება, რა გარემოებებშიც მათ მოუწიათ ამ რეფორმების გატარება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან რელევანტური და ძალიან საჭირო არის და მიხარია, რომ ამ თემაზე მომუშავე ადამიანი ვიპოვე, დიდი ხანია ვცდილობ იცის ჩვენმა მაყურებელს სხვადასხვა მიმართულებით სპეციალისტების პოვნას და მოდი დავიწყოთ უშუალოდ ეს ძალიან შორიდან რო არ მოვყვეთ 1991 წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ რა თქმა უნდა 90-იან წლებში თავისი ისტორია გამოიარა, რომელმაც ძალიან ბევრი მიმართულებით დაგვაზიანა, ჩამოგტოვა. რა განსხვავებები იყო იმ მიმართულებებს შორის, რაც საქართველოს მოუწია გაიარა 90-იანებში და რა გზა გაიარეს ბალტიის ქვეყნებს? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, მართლა მეც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა არის და ძალიან არასდროს არ ექცევა, ძალიან იშვიათად ექცევა ხოლმე ამას ყურადღება, არა და საქართველოსთვის მართლა ძალიან რელევანტური არის და აუცილებელი ბალტიის ქვეყნების გამოცდილება. პირველ რიგში დავიწყებ მაინც 91 წლამდე, იმიტომ რომ თვითონ ეს საბჭოთა კავშირის ოკუპაციაც განსხვავებული იყო, ხო, როგორ მიმდინარეობდა საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, იმიტომ რომ, მნიშვნელოვანია ეს მაინც ახლა ჩვენ შემთხვევაში საბჭოთა ოკუპაციის არაღიარება არ მომხდარა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ განსხვავებულ საერთაშორისო გარემოში მოხდა, ხო 1921 წელს, ხოლო დაახლოებით 20 წლის შემდეგ, როდესაც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, იქ უკვე მოცემულობა სხვანაირი იყო და ჩვენ ვიცით, რომ მთელი პერიოდი საბჭოთა კავშირის ოკუპაციისა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია საბჭოთა ოკუპაცია ამ ქვეყნების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ჩვენ დღემდე გვიწევს, რომ იგივე საინფორმაციო ველში დავუმტკიცოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ძირითადად მაინც გვიწევს, რომ ხაზი გაუსვოთ, რომ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და არ გამოგვიცხადებია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეს მოცემულობა არ უდგათ, არც ქონდათ და არც უდგათ ეს მოცემულობა. რაც შეეხება ახლა უშუალოდ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხო? ჩვენ აბსოლუტურად ორ სხვადასხვა მოცემულობაში აღმოჩნდით, მიუხედავად ჩვენი ერთნაირი, თქვათ, ისტორიული წარსულისა, ერთნაირი გამოცდილებისა, მეტნაკლებად ერთნაირი გამოცდილებისა. ერთი მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთან იყო სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ჰქონდა ორი კონფლიქტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით და აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდით. ამ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნებს მიეცათ შანსი, რომ გაცილებით მშვიდ გარემოში, ამას რა თქმა უნდა გეოგრაფიული ფაქტორიც უწყობდა ცხადია ხელს, თუმცა ეს ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი იყო, იმიტომ რომ აქ ბევრი სხვადასხვა განსხვავებაა, რომელზეც ცოტა მოგვიანებითაც ვისაუბრებთ. უფრო მშვიდ გარემოში მიეცათ საშუალება, რომ განეხორციელებათ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც აუცილებელი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისთვის და ევროპული და ნატო სტანდარტების რეფორმების გასატარებლად, ასე ვთქვათ. და აქედან გამომდინარე, ამიტომ მოხდა მათი ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში, მიუხედავად იმ პრობლემებისა, ვთქვათ, რა პრობლემებიც იქ
იგივე ამ რეფორმების, კანონების, ვთქვათ, საკანონმდებლო რეფორმების თვალსაზრისით ჰქონდათ მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეს ნატოს და ევროკავშირის წევრობა ეს იყო გაცხადებული პოზიცია თავიდანვე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველი დღიდან თუ ეს ნელ-ნელა შემოვიდა დღის წესრიგში. ანუ მთელი პოლიტიკა რაც ჰქონდათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო თუ არა ამ თემის გარშემო აგებული. ეგრევე მომენტალურად საბჭოთა კავშირის დაშლიდანვე რა თქმა უნდა არ მომხდარა ამის გაცხადება ბუნებრივია ეხა ეს ნებისმიერი სახელმწიფოს შემთხვევაში ასე არის რომ პირველი შენ ფიქრობ შენი შიდა საკითხების მოგვარებას თუმცა მალევე 90-იანი წლების რაღაც მეორე ნახევრიდან უკვე იწყება ამაზე გაცხადებულად ამაზე მუშაობა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში თუმცა არ უნდა ითქვას რომ მაგალითად საქართველოსგან განსხვავებით ეს არ მომხდარა რაღაცა სუფთა ფურცელზე მაგალითად ახლა ჩვენ გვახსოვს 2002 წელს როცა ჩვენ გავაკეთეთ განაცხადდი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს რომ ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება მე ვთვლი ეს ჩემი შეფასება არის რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა ამას ჰქონდა თავისი საფუძველი და ყველაფერი გააზრებული იყო და არა რეაქციული როგორც ქართველებს გვჩვევია ხოლმე აი აქ არის მთავარი განსხვავება ჩემი აზრით ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის რაც არ უნდა არ გვინდოდეს თქვა ამის ესე ხაზგასმა მენტალიტეტის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვითონ ხასიათი ჩემი აზრით იმიტომ რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეების აი თვითონ ეს მედეგობის მიმართ ხასიათი მეტწილად განსაზღვრავს მათ გზას თუ შევხედავ და ქართველების შემთხვევაში ალბათ ჩვენ უფრო ესეთი რაღაცა რეაქციული ხასიათი გვაქვს როდესაც რაღაცა მოვლენების ან პროცესების მიმართ ვრეაგირებთ და არა ვმართავთ ამ პროცესებს ხო აი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ფიქრობ რომ ეს რაღაცა ეთნიკური ხასიათიდან გამომდინარეობს აქვს სწორედ აი ესეთი მიდგომა რამაც თქვათ განსხვავებული მოცემულობა მოგვცა რაც შეეხება აი თვითონ უშუალოდ რეფორმებს რაც გატარდა ხო განსაკუთრებით 90-იან წლებში და ეს არ დასრულებულა, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ჩვენ და კარგად გვესმოდეს რომ ეს რეფორმების განხორციელების პროცესი არ არის რაღაცა დროში რაღაცა განსაზღვრული. ანუ ეს ხდება განგრძობითა და მუდმივად უნდა ხდებოდეს. ანუ მაგალითად რეფორმას თუ გაატარებ, თქვათ, რომელსაც სჭირდება თავდაპირველად 2 წელი, მას აუცილებლად სჭირდება ასევე ამის შენარჩუნება და შემდეგ იმპლემენტაციის პროცესში მუდმივად გაჯანსაღება და ასე შემდეგ. პირველი მთავარი გამოწვევა მე რასაც გამოვყოფდი ხო განსაკუთრებით ევროკავშირის და მათ შორის შემდეგ უკვე ნატოში ინტეგრაციის გზაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ეს ალბათ იყო ეთნიკური უმცირესობების საკითხი. ეთნიკური უმცირესობების საკითხი ჩვენ მოგვეხსენება რომ რუსეთისთვის და განსაკუთრებით თუ ქვეყანა ესაზღვრება რუსეთს არის ყოველთვის რუსეთის გავლენის ინსტრუმენტი ნებისმიერ სახელმწიფოში, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს ეთნიკური უმცირესობების, ვთქვათ, რუსულად მოსაუბრეების ეძახიან ეს საერთაშორისო აქვთ ესეთი ტერმინი, როგორც არის თანამემამულეების დაცვის რაღაც ესეთი სტრატეგიაშიც გაწერეს შემდეგ, მანამდე თუ ეს დაუწერელი იყო. ამიტომ ეს პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ამის მოგვარება. და აქ არის სწორედ მათი, ასე ვთქვათ, მოდი ვთქვათ, უნიკალურობა, ასე ვთქვათ, რომ ეს არ მოხდა სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე ასიმილაციის პროცესით. ანუ იმიტომ რომ ასიმილაციის პროცესი არის ყოველთვის, როცა შენ უდგები ამ ასეთ რეფორმებს ასიმილაციის პროცესით არის ყოველთვის ანუ ვთქვათ, ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ ამას, უფრო მეტად კონცენტრაცია გაკეთდა, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ყოფილიყო სამოქალაქო ერთიანობის მიდგომა. ანუ კი, რაღაცა ეტაპზე შეიძლება რომ ეს კანონები, რომლებიც განსაკუთრებით ესტონეთმა და ლატვიამ შემოიღეს, იმიტომ ყველაზე მეტი პრობლემა მათ ჰქონდათ და არა ლიეტუვას, ამ ეთნიკური უმცირესობების ესეთი კანონები იყო, მაგალითად, მკაცრი მოქალაქეობის მიღების პრინციპი. როდესაც განსაკუთრებით ეს იყო ლატვიის შემთხვევაში, თუ სწორად მახსოვს, როდესაც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოაცხადა ყველა ადამიანს მიენიჭა არამოქალაქის სტატუსი და არამოქალაქის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ შენ სანამ არ ჩააბარებ ლატვიური ენის გამოცდას, არ ჩააბარებ შესაბამის რაღაცა მოთხოვნებს, შენ ვერ მიიღებ ლატვიის მოქალაქეობას, სხვათა შორის დღემდე არსებობს ეს არამოქალაქის სტატუსი, თუმცა რაოდენობა ასეთი ადამიანების ძალიან ცოტა არის, რაღაცა 5% თუ არ ვცდები და ამ ადამიანებს მათ შორის აქვთ ასევე უფლება, რომ ვთქვათ, სიკეთეებით ისარგებლონ, რასაც ევროკავშირის წევრობას თავაზობს მათ, მაგრამ აი ეს იყო ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი და ბარიერი, რომელიც ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გადალახეს ამ განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს
მართალია იქ რაღაც არსებობს უამრავი კანონი და საკანონმდებლო ზოგადად სისტემა, რომელიც უნდა მოიყვანო ევროკავშირის სტანდარტებთან, იმიტომ რომ სხვანაირად ახლა შეუძლებელი არის, რომ შენ რაღაცა კლუბში გაწევრიანდე, რომელსაც აქვს თავისი მოთხოვნა და ამ მოთხოვნებს თუ არ დააკმაყოფილებ ვერ გაწევრიანდები, თუმცა აი ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში აი ეს საკითხი ყველაზე მტკივნეული იყო და მათ მოაგვარეს. ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მე გამოვყოფდი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, ეს არის სამხედროების სამოქალაქო კონტროლი, იმიტომ რომ სამხედროების სამოქალაქო კონტროლი რას ნიშნავს ახლა რომ არ შეიძლება მაგალითად თანამედროვე სახელმწიფოსთვის სამხედრო კონტროლი, ანუ სამხედროების კონტროლი განხორციელდება სამხედროების მხრიდან. ანუ არ ვიცი შეიძლება ქართულად ამას ცუდად გადმოვცემ, მაგრამ რას ნიშნავს რომ უნდა არსებობდეს ესე იგი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს აუცილებლად სამოქალაქო პირი და უნდა იყოს გამიჯვნა სამოქალაქო პოზიციებზე და სამხედრო პოზიციებს შორის და ეს უზრუნველყოფს შემდეგ უკვე სამოქალაქო სფეროსა და სამხედრო სფეროს შორის თანამშრომლობას. ანუ რაც არის, თქვათ, ეს არის ნატოს სტანდარტი. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც უნდა რომ გაწევრიანდეს ნატოში, მან უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვაგვარად აი ეს ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებთან და ნატოს თავდაცვის სისტემებთან ფიზიკურად ვერ მოხდება. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, აი მაგალითად ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ აბზე უკეთესი გქონდა და ასე შემდეგ, ახლა ეს რას გულისხმობს? აი მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვს მაპი, მაგრამ მისი გაწევრიანების პროცესი არ მიიწევს ამაზე წინ. რატომ? იმიტომ რომ მან ვერ მოახერხა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება და სამხედრო სფერო ვერ დაუქვემდებარება სამოქალაქო სფეროს. ანუ ეს არის მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ეს საკითხი ფაქტობრივად ვერ წაიწია წინ. საქართველომ ეს სხვათა შორის პარალელი რო გავავლოთ, საქართველომ ეს მოაგვარა ეს საკითხი მართალია 2000-იან წლებში გასაგებია, ნუ ხა ჩვენ პროცესებსა და გვიან დაიწყო, ჩვენ ეხა ეს პრობლემა არ გვიდგას, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან განხორციელებულ რეფორმებში და კიდევ ერთი, რასაც მე აღვნიშნავ და ამასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე განსაკუთრებით რუსული საინფორმაციო მანქანა ამას ურტყამს, ნუ ყოველთვის არა, მაგრამ რაღაცა გაკვეთ მაინც ქართველების, ანუ საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოში გაწევრიანებამდე აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოს ეგიდით და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით გამართულ საერთაშორისო მისიებში და ძალიან დიდი კონტინგენტით იყვნენ წარმოდგენილი და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ქვეყნები არის გაცილებით მცირე მოსახლეობის თვალსაზრისით ვიზრე საქართველო. ახლა მაგალითად მათი საშუალო ესე ვთქვათ მოსახლეობის რაოდენობა იყო 1.5 მილიონიც არ არის მაგალითად თორსები ესტონეთის შემთხვევაში. ახლა ასეთი ქვეყანა, როდესაც ასეულობით ჯარისკაცს გაუშვებს საერთაშორისო მისიაში, ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადი არის და ეს ასე ვთქვათ ნიშნავს იმას, რომ შენი სამხედროები არიან მზად ნატოს სტანდარტებით იბრძოლონ, ქონდეთ ვთქვათ ნატოს სტანდარტების გამოცდილება და უშუალოდ აი ბრძოლის ველზე შეიძლება საქართველოს შემთხვევაში და შეიძლება ბალტიისპირეთის შემთხვევაში შეიძლება ისინი უშუალოდ არ იყვნენ ბრძოლის საომარ მოქმედებებში ჩართულები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოცდილებას ღებულობ და ამიტომაც იყო ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი ეს ავღანეთის მისია განსაკუთრებით, რომელშიც ჩვენ აქტიურად მონაწილეობდით როგორც მაშინ, როდესაც მას ერქვა ISAF და შემდეგ გადაკეთდა RSM-ად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი არის რომ ურთიერთთავსებადობა ამაღლდეს თავდაცვის სფეროში, ანუ სამხედროების სფეროში, იმიტომ რომ ერთია შეიძლება შენი მონაწილეობას იღებდე წვრთნებში, გადამზადებას გადიოდი, მაგრამ როდესაც უშუალოდ აი ესეთი ტერმინიც არის ხო, shoulder to shoulder, ანუ ხარ და მხარ, როცა ხარ ამერიკელ სამხედროსთან, ანუ ნატოელ სამხედროსთან, ის სხვა გამოცდილებას გაძლევს და ეს მე პერსონალურადაც მომისმენია ჩვენი სამხედროების მხრიდან, რომ ის სხვა არის და ესეც მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში. კი, სხვადასხვა ასპექტები არის. სწავლის დაგეგმა არის, რომ შენ სწავლის დაგეგმის ნატოს სტანდარტს იღებ და იმ სტანდარტებით გეგმავ, აფასებ, გადიხარ ამ სწავლებას, ეს არის სწავლების ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე არის უკვე პრაქტიკაში რაღაცების გამოყენება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შეგაწყვეტინე, მაგრამ მინდა რომ ასე ვთქვათ, იმ თემას დაუბრუნდეთ.
90-იანი წლების თემა, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი არის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გვაქვს პრობლემები, ჩვენ ვახსენეთ რუსული ჰიბრიდული ომი და როგორ იყენებს რუსეთი ეთნიკურ უმცირესობებს და სხვადასხვა ასპექტებს. იყო თუ არა რუსეთის მხრიდან ცდილობა, რომ სხვადასხვა მეთოდებით ეს ბალტიის ქვეყნები რამენაირად დაებრუნებინა თავის შემადგენლობაში, ან მათთვის რაღაცა პრობლემები შეექმნა, როგორც ჩვენ შეგვიქმნა და როგორც უკრაინას შეუქმნა, მოლდოვას შეუქმნა და ასე შემდეგ. თვითონ უშუალოდ 90-იან წლებში ხა ეს რუსეთი უნდა გავითვალისწინოს ისიც რომ აქ მნიშვნელოვანია ანუ რუსეთის მოცემულობა. 90-იანი წლების რუსეთი არის განსხვავებული რუსეთი პუტინის რუსეთისაგან, ხო? ახლა არ მაქვს ესეთი არ მინდა იმის თქმა რომ ახლა ელცინის პერიოდი განსხვავდებოდა, რა თქმა უნდა და ეს არის სწორედ ძალიან დიდი შეცდომა რომელსაც დასავლეთში უშვებენ წლებია, რომ რუსეთი განსხვავდებოდა თქვათ ელცინის პერიოდში და დემოკრატიის გზაზე იდგა, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მომყავს ეს მაგალითი და აქაც მინდა რომ გავისარგებლო შემთხვევით და მოვიყვანე რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც არის თქვათ დემოკრატიის მათითვლება ძალიან ისე დაფასებული ფიგურაა მოკლედ დასავლურ წრეებში ისევე როგორც ელცინის მთავრობაში მყოფი სხვადასხვა პირები მაგრამ კოზირები განსაკუთრებით მას აქვს თუ არ ვთქვი ეს არის 93 წელი ნუ ყოველ შემთხვევაში აქტიური პერიოდია როდესაც საქართველოში მიმდინარეობს ჯერ კიდევ კონფლიქტი, ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით, მას აქვს ნათქვამი სხვათა შორის გაეროს კონტაქტში ესეთი რაღაცა, რომ მათ რუსი ეგრეთ წოდებული მშვიდობის მყოფელები ბრჭყალებში მათ უნდა დაიცვან რუსეთის ინტერესები, სადაც ეს საჭირო იქნება და ეს არის ნათქვამი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში. ამიტომ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლება განსხვავდებოდა ეხა ოდესმე და მიდიოდა დემოკრატიის გზაზე არის, რა თქმა უნდა, მცდარი უბრალოდ მე აქ ხაზგასმას ვაკეთებ ჩვენ მიდგომებზე. რა თქმა უნდა, ელცინის პერიოდში ახლა როგორც ასეთი ჰიბრიდული საფრთხეების თემა, თქვათ, გავლენის ოპერაციები, ან თუნდაც დესტაბილიზაციის ოპერაციები არ არის ისეთი აქტუალური, როგორც ეს ხდება პუტინის რუსეთის დროს და განსაკუთრებით პუტინის მე ვიტყოდი, ესე წყალგამყოფი არის ალბათ პუტინის მიუნხენის გამოსვლის შემდეგ, ან 2007 წელს გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ ბალტიისპირეთის შემთხვევაშიც 2007 წელს ხდება ეს პირველი მასიური კიბერშეტევა, რომელიც მოხდა ესტონეთის წინააღმდეგ. 90-იანი წლების რუსეთი არის უფრო მეტად სამხედრო ძალაზე კონცენტრირებული, მე ვიტყოდი, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ ვიცით, რომ გვაქვს ორი ჩეჩნეთის ომი, იგივე თვითონ შიგნითაც ადგილობრივი პრობლემები, ამიტომ როგორც ასეთი ამ მეთოდების გამოყენებას ჩვენ ვერ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში. კი, მაგალითად საქართველოში ხა 90-იანი წლებიდან კი არა, ალბათ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდიდან, აი როცა ეროვნული მოძრაობა იწყება, იმ პერიოდიდან დღემდე არ შენელებულა, მე ვიტყოდი, საინფორმაციო ოპერაციების ფაზა განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა აი ინტერესები განსხვავდება. ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ეს ჰიბრიდული მეთოდების გაძლიერება იწყება, ალბათ, როგორც აღნიშნა 2007 წლის კიბერშეტევიდან, როდესაც ჩვენ გვახსოვს აქტიურად ეს ომის მეორე მსოფლიო ომის როგორც რუსეთი ეძახის დიდი სამამულო ომი, დიდი სამამულო ომის დროინდელი ეს ძეგლების რაღაცა თემა წამოიწევა ხანდახან თემა რაღაცა ეროვნული უმცირესობების და ქონდას რამდენიმე სხვადასხვა ინციდენტი, რომელიც დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის ცნობილია, თუმცა ამან ესე იგი ასე ვთქვათ უმტკივნეულო ჩაიარა, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ის პერიოდი, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები სულ სხვანაირი ტიპის მზადყოფნაში არიან ამ საფრთხეებთან ბრძოლაში, რომელსაც ალბათ ცოტა მოგვიანებით უფრო კარგად გავშლით ამ საკითხებს. ხო, ამიტომ ხო ესე შედარება ამ პერიოდის ვთქვათ საქართველოში როგორ ხდებოდა და ბალტიისპირეთში როგორ ხდებოდა 90-იან წლებში ცოტა რთული არის იგივე რუსეთის სტრატეგიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ან მეთოდები განსხვავდებოდა სხვადასხვა პერიოდში. ხა მე ვიტყოდი, რომ ამასაც დავამატებ აუცილებლად, ესეც მნიშვნელოვანია. უბრალოდ პუტინის რუსეთის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს როცა ახლოს უახლოვდებით ამ 2007 წლის მიუნხენის გამოსვლას, ახლა მიუნხენის გამოსვლა თავისთავად არ მოხდა, მისი მომზადება ხდებოდა ალბათ, აქამდე მისვლა ხდებოდა და ახლავე ალბათ 2005 წლიდან შესაძლებელი არის ესე ვთქვათ, იმიტომ რომ 2005-2006 წლიდან და ალბათ აი ამ პოლიტიკის თავიდან ბოლომდე, რასაც ახლა რუსეთი რაც დაიწყო და ახორციელებს ამ განსაკუთრებით ჰიბრიდულ საფრთხებთან დაკავშირებით, ამის უკან შეიძლება მივიშვათ სურკოვი, იმიტომ რომ მათ
შეძლეს ეს ეგრეთ წოდებული არა რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი აქტიური ზომების დახელოვნება და მისადაგება თანამედროვე გარემოსთან და თანამედროვე ასე ვთქვათ მოცემულობასთან, იმიტომ რომ ის რასაც დღეს რუსეთი აკეთებს არის აბსოლუტურად იგივე, რასაც აკეთებდა საბჭოთა კავშირი აქტიური ზომების ფარგლებში და არის როგორც არის ცნობილი საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, უბრალოდ დღეს რა თქმა უნდა შემოვიდა ახალი ტექნოლოგიები, გვაქვს სოციალური ქსელები ასე შემდეგ და ვთქვათ მეთოდები ბუნებრივია შეიცვალა, თუმცა მიზანი და რაღაც აქტივობები თითქმის ერთი და იგივეა, თუმცა ეს რაღაც ამისი სტრუქტურიზაცია უკვე ხდება პუტინის რუსეთის დროს, ასევე იმიტომაც რომ ერთსაც ვიტყვი, იმიტომაც რომ ელცინის რუსეთი მაინც არის უფრო მეტად აი ინსტიტუციურად არაკონსოლიდირებული, ანუ თვითონ შიდა პრობლემები აქვს ინსტიტუციური თვალსაზრისით და ამანაც იქონია ალბათ ესეთი გავლენა, იმიტომ რომ უკვე პუტინის შემთხვევაში უკვე ალბათ მეორე ვადა უწევს აი ეს პერიოდი, რასაც მე ვახსენებ, მეორე ვადის შემთხვევაში უკვე ხდება კონსოლიდაცია ძალაუფლების და სხვანაირად იმპლემენტაცია და განხორციელება პრაქტიკაში რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის. კი, ნუ საბოლოო ჯამში მეორე ვადის დროს საბოლოო ჯამში მოაჯდა ეს კგბ-ს ხალხი და ნუ რუსეთი რაც არის, ახლა არის ერთი დიდი კგბ-ს ფილიალია, რომელიც ყველა მიმართულებით ისე დიპლომატიურადაც, სპორტშიც ყველგან ისე მუშაობს, როგორც ნუ კგბ მუშაობს. მე უფრო ეს მომწონს, რომ ჯონ მაკკეინი ეძახდა მაფია state-ი არისო, მაფია სახელმწიფო. მე მგონია რომ ეგ არის ყველაზე კარგი აღწერა. არაჩვეულებრივი. კი ბატონო, მოდი აქ საინტერესო თემა არის ის, რომ საქართველოს როდესაც გადის ამ დასავლური ინტეგრაციის პროცესს, ჩვენ ერთის მხრივ ბუნებრივად ვართ მოუთმენელი ხალხი და გვინდა რომ ყველაფერი დღეს და ხვალ მოხდეს, მაგრამ მეორეს მხრივ არ ვუკვირდებით ხოლმე, აი ხშირად აი კომენტარებშიც და ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე, რომ დასავლეთის დირექტივები. ეს დასავლეთის დირექტივები არის როგორ მუშაობს რაღაცეები და როგორ ჯობია რომ იყოს. ამ დასავლეთის დირექტივებით, რასაც ჩვენ ვეძახით, მუშაობს ამერიკის თავდაცვის სისტემაც, მუშაობს სინგაპურის თავდაცვის სისტემაც. საერთოდ არ არის ეს არის უბრალოდ გაიდლაინები, ანუ მითითებები, როგორ ჯობია რაღაცა აწყო. დაჯდა ხალხი, მოიფიქრა ეს სისტემა და გთავაზობენ ამ სისტემაზე გადასვლას. იმიტომ რომ შენც ამბობ, რომ ჩემი სისტემა არ მუშაობს და რა სისტემას ვთავაზობ. ეს არის დირექტივები და მითითებები, რაზეც ნერვები გვეშლება, რომ რატო გვეუნებიან ამას. მოდი ის გზა მინდა ავღწეროთ, რაც ბალტიის ქვეყნებს ტრანსფორმაციის პროცესში მოუწიათ. გაიარათ იმისთვის, რომ თავსებადები გამხდარიყვნენ იმ სისტემასთან, რომელ სისტემაშიც მათ უნდათ, რომ ინტეგრირებული ყოფილიყო. ძალიან სწორი მინიშნება იყო, ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც შენ და მე ძირითადად მაინც აქცენტს გავაკეთებ უფრო სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით მზადყოფნას და თავსებადობაზე. ერთი არის, როდესაც შენ გაქვს რაღაცა მოთხოვნები დასაკმაყოფილებელი და ეს ამას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმაც და საქართველოსაც გაიაზროს, რომ ამას ვერ გავექცევით, იმიტომ რომ შენ თუ გინდა რაღაცის წევრობა და რაღაცის, ანუ ხშირად ჩემი კოლეგები ამბობენ ხოლმე ამ პარალელს ავლებდნენ, როდესაც ვიყავით საგარეოში, რომ შენ თუნდაც ხარ გინდა რაღაცა კლუბში გაწევრიანება, ან რა ვიცი, რაღაც გაერთიანებაში შესვლა, ხო, ნუ ჯერ ეცნობი წესებს, გაიაზრებ, აი თან არის მისაღები შენთვის თუ არა, თუ არის მისაღები, ვცდილობ რომ ამ წესებს დაემორჩილო, ანუ რაღაცნაირად გაითვალისწინო, ხო? იგივე არის ევროკავშირის და ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც, ანუ ამას ვერ გავექცევით, ეს გზა არის გასავლელი, მაგრამ ერთს დავამატებ, ბოდიში რომ იგივეზე უარესი არის, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ევროკავშირის და ნატოს წევრი ხდები და იმ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, მერე შენ ხარ პრობლემა ყველა დანარჩენისთვის. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენი მოუმზადებლობა, შენი არათავსებადობა პრობლემას უქმნის ყველა დანარჩენ სახელმწიფოს, რომელიც ამ სისტემაში არის ჩართული. თუ ამერიკას მოუწევს ყოველდღე შენი თავდაცვის სისტემის მიხედვა, თუ ევროკავშირს მოუწევს ყოველდღე შენთვის ფულის ჩარიცხვა იმისთვის, რომ დეფოლტი არ მოგივიდეს, შენ ხარ პრობლემა და ამისთვის უნდა იყო მზად, რომ შენ რაღაც დონეზე შენ თავს მიხედო და მე ტოტალური კრიზისი თუ შეიქმნა, ვიღაცა შემოვიდა დასაპყრობად და რაღაცა, ეგ სხვა თემა არის, მაგრამ ყოველდღიური პრობლემებით არ უნდა შეუქმნას სხვას პრობლემა. ეს არის ძირითადი ფუნქცია, რატომაც უნდა შეასრულო ის
მოთხოვნები, რაც არის წაყენებული და დიახ, დიახ. არა, პირიქით, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცა რაღაც ამდენი წელი მივეჩვეთ, რომ პროფესიულიანი ვსაუბრობთ და ვცდილობ რომ მარტივად მივიდეს მსმენელამდე ან მაყურებლამდე, იმიტომ რომ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცაში როცა გინდა გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ რაღაც ანიმან კარი გაგიღოს და შენ შეხვიდე, უნდა დააკმაყოფილო რაღაცა მოთხოვნები, ეს არის აუცილებელი, ამის გარეშე არ არსებობს. რაც შეეხება ეხა მეორე საკითხი არის ეს, რომელიც უფრო მეტად გვავიწყდება ხოლმე, არის რამდენად ხარ შენ თვითონ მზად და რას აკეთებ იმისათვის, რომ აი ეს მზაობა გქონდეს აი ამ ჯგუფში გაწევრიანების, რა, ასე მარტივად რო ახსნათ. ავიღოთ ნატოს საკითხი, ხო? ყველამ ძალიან კარგად იცის და ძალიან ხშირად გავიგებთ და იმიტომ რომ ეს არ არის შემთხვევითი, სხვათა შორის ესეც ამასაც ხაზი უნდა გაუსვათ, რომ არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ ხშირად ნატოს კონტექსტში ყოველთვის გვესმის მეხუთე მუხლის და კოლექტიური თავდაცვის თემა, რომ რაღაცა შენ ნატო არ დაგიცავს, მაგალითად რაღაც შეიარაღებული შეტევა რომ მოხდეს და ასე შემდეგ, არავინ არ მოვა შენს დასახმარებლად. ეს არის ჩვეულებრივი რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების და საინფორმაციო მეთოდების ნაწილი და სამწუხაროდ მეორე მხარესაც არ ხდება კარგად და სიღრმისეულად ახსნა იმისა, რაც გულისხმობს ზოგადად ეს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი. კოლექტიური თავდაცვის პრინციპი არ არის მხოლოდ მეხუთე მუხლი. მის მოიცავს მესამე მუხლსაც და მეოთხე მუხლს. ნუ მეოთხე მუხლი ეს არის პროცედურული, როდესაც მოხდება თქვა შეტევა, იქ შეიკრიბება შილოატლანტიკური საბჭო და შემდგომ უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას მეხუთე მუხლის ამოქმედების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და ასე მოხდა 91 შემთხვევაშიც, როდესაც ნუ ერთადერთი შემთხვევაა მეხუთე მუხლის ამოქმედების, მაგრამ მნიშვნელოვანი მუხლი მანდ არის მესამე მუხლი, რომელიც არის მედეგობის შესახებ მუხლი, რომელიც ავალდებულებს წევრ ქვეყანებს, წევრ სახელმწიფოებს, რომ ისინი უნდა იყვნენ მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ და შეაკავონ, ანუ რეზისტენტულები იყვნენ სამხედრო შეტევის მიმართ. ეხლა რას გულისხმობს ეს? ეს არის ზუსტად ინდივიდუალური ცალკე ქვეყნის მზაობის თემა. ანუ მაგალითად წარმოვიდგინოთ ესეთი სცენარი. მოხდა შეიარაღებული შეტევა. იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს, შეიძლება მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. სანამ შენ აქ შეტევა ხდება, იქ ნატოში ეგრევე არ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. შენ უნდა იყო მზად იმისათვის, რომ რაღაცა გონივრულ ვადაში შეძლო ამ შეტევის შეკავება და რას ნიშნავს ამ შეტევის შეკავება? არ ნიშნავს მხოლოდ სამხედრო მანქანით აპირისპირებას, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ეხლა ჩვენ არარეალისტურია რომ ვისაუბროთ რომ 1.5 მილიონი ესტონეთი შეიძლება დაუპირისპირდეს რამდენიმე ათეული მილიონიან რუსეთს სამხედრო პირდაპირ დაპირისპირებაში, ამაზე არ არის საუბარი. ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ მეხუთე მუხლი ამოქმედება, შენ უნდა შეძლო სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნება, მთავრობის გრადობის და მთავრობის განგრძობადობის შენარჩუნება, არ უნდა ჩამოიშალოს მთავრობა. შენი მოსახლეობა არ უნდა იყოს კრიზისში, უნდა შეძლო მათი ჯანდაცვის სისტემა უნდა ქონდეს გამართული ისე რომ მომარაგება სხვადასხვა საკვების წყლის უამრავ რაღაცაზე არის საუბარი. არსებობს ნატოს მხრიდან არის საერთოდ გაწერილი 7 მთავარი მოთხოვნა მედეგობის აკეთებს, რომელიც არის ნაწილი ამ მესამე მუხლის. ეს ყველაფერი უნდა ქონდეს დაკმაყოფილებული. ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში რატო ახსენე ეს ყველაფერი? არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ამ ყველაფერს შენ აკმაყოფილებ მას შემდეგ, როცა შედიხარ ნატოში. ეს ყველაფერი შენ თუ გინდა რომ იყო სრულ მზადყოფნაში და სრულ ურთიერთთავსებადობაში ნატოსთან, ეს მანამდე უნდა ქონდეს დაკმაყოფილებული. კი, გასაგებია რომ მანამდე შეიძლება სხვა ქვეყნა, სანამ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ან თუნდაც სანამ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები გაწევრიანდებოდნენ, ზოგ შემთხვევაში იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თქვათ, არავის უკან და მოტოვების რომ არავინ არ მოეტოვებინათ უკან. იყო სხვა ქვეყნები, რომლებსაც თქვათ სიტყვაზე შეიძლება ყველა კრიტერიუმი არ ქონდათ დაკმაყოფილებული, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ერთი მხრივ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი, მეორე მხრივ გაცილებით უკეთესი შვედეთის და ფინეთის მაგალითი, როდესაც ამ ქვეყნებმა პირიქით შეზინეს და არა, თქვათ, თავის ტკივილი არ გახდნენ ნატოსთვის. იმიტომაც მოხდა მაგათი გაწევრიანება ძალიან მარტივად, ანუ ფაქტობრივად ერთი ქაღალდს მოეწერა ხელი და ისე, იმიტომ რომ ამის უკან იდგა ძალიან დიდი მზაობა. ეხლა გადავიდეთ. ბოდიში დავამატებ, რაღაც პერიოდი იყო, როდესაც ნატოს ინტერესებში უფრო იყო შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება, ვიდრე მათ ინტერესებში და სანამ პარლამენტები განხილვებს აკეთებდნენ და ასე ვთქვათ, საუბარ არგუმენტები იყვნენ ნეიტრალიტეტიდან გადავიდეთ თუ არა ნატოს წევრობაზე, ნატო მზად იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღო ეს ორი ქვეყანა, იმიტომ რომ ისე აქვს თავდაცვის სისტემა მოწყობილი, რომ ჩრდილოეთ აღმოსავლეთ
და ჩრდილოეთ ფლანგები, ასე ვთქვათ, რომელიც მაგათ ეკუთვნით ბალტიის ზღვის მიმართულებით ძალიან დაცული და კარგად ჩაკეტილი გამოდიოდა და ეს ძალიან სერიოზული სტრატეგიული უპირატესობა არის ნატოსთვის ამ შემთხვევაში. ძალიან უნდოდათ ეს. კი ბატონო. იმიტომ რომ ზუსტად სწორია, რომ აძლევს იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ ბალტიის ზღვას დაარქვას ნატოს ზღვა და იქ თავისუფლად მოახდინოს ოპერირება და შემდგომ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით ახლა მაგ თემაში აღარ გადავალ არქტიკის უსაფრთხოება ხდება ძალიან აქტუალური და ჩრდილოეთ ევროპის მიმართულებით ფაქტობრივად მას ხელფეხი ეხსნება რომ უფრო მისი ტერიტორია და უფრო მარტივად იგივე წვრთნა იქნება თუ სხვადასხვა აქტივობა განახორციელოს. რომ მიუბრუნდეთ ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებს და რა გზა გაიარეს. ერთი არის აი ამ ის ყველაფერი იმიტომ ვახსენე რომ მომზადებ ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრმა თქვას რომ ეს პროცესი რა რისკენაც ახლა მე მინდა რომ აღწერო დაიწყო მათი გაწევრიანების შემდეგ მე ასე არ ვთვლი. მე ვთვლი რომ თვითონ ბალტიისპირეთის ქვეყნების ბუნებიდან იგივე ეს მენტალიტეტის საკითხი რომ ვახსენე ბუნებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის თავდაცვის სისტემები როგორიც მათ ახლა აქვს და ამას ვახსენებ კიდევ ამასაც ქვია ტოტალური თავდაცვის მოდელი რომელიც შეხოთაშორის საქართველოსაც უნდა რომ გადმოეღო მაგრამ ნუ სამწუხაროდ ვერ მოხდა და ისე ასე ვთქვათ აი წარსულს ჩაბარდასავით მოდი ასე ვთქვათ სამწუხაროდ თუმცა მცდელობები ნამდვილად იყო ამ ტოტალური თავდაცვის მოდელი მე არ ვთვლი რომ მაინც და მაინც მოვიდა ნატოში გაწევრიანების შემდეგ და ამისთვის ერთი ზამნიშნულოვანი არგუმენტი მაქვს რომ თუ თქვენ ჩახედავთ ესტონეთის კონსტიტუციის 54 მუხლი ამბობს ესეთ რაღაცას რომ თუ დაირღვა კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება არის მის ხელთ არსებული ნებისმიერი გზით აღადგინოს ეს კონსტიტუციური წესწყობილების ესე ვთქვათ ჩამოშლა. პირდაპირ და ეს კონსტიტუცია არის მიღებული 92 წელს თორსები. პირდაპირ არის უკვე ჩადებული ეს უკვე ნიშნავს იმას რომ შენ მოქალაქეც ხარ, ან ტოტალური თავდაცვის სისტემა რას ნიშნავს? ტოტალური თავდაცვის სისტემა ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე არის თავდაცვის სისტემის ნაწილი. რომ შენ ჩვენ მაგალითად მე გისერეკლეს, ჩვენ როდესაც რამე კრიზისი მოხდება, ან მომთანადო გვიფაროს შეერაღებული შეტევა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა არის ჩვენი როლი. ქვეყნის დაცვის საკითხში აქ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ჩვენ იარაღი ავიღოთ და წავიდეთ საბრძოლოდ, აქ არის საუბარი იმაზე, როგორ ვახდენთ ჩვენ ინფორმაციის გადამუშავებას, რომელიც მოდის, რამდენად გავარჩიოთ ინფორმაცია ცრუა თუ მართალი, რამდენად ვართ манипуляციის მსხვერპლი, როგორ შეიძლება რომ ჩვენი მაგალითად ტელეკომუნიკაციის სისტემები იყოს დაცული, ამის ალტერნატივა რა არის? მოკლედ, მოქალაქე არის თავდაცვის ნაწილი, არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ მოქალაქეც არის ამის ნაწილი. კი, გასაგებია რომ ეს რაღაცეები ეს მოდელები იგივე თეორიული თვალსაზრისით, პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება დაიხვეწა ნატოში გაწევრიანების შემდეგ, მაგრამ თვითონ ეს კონსტიტუციის ჩანაწერი უკვე გვეუბნება იმას, რომ ეს უკვე ჩადებული იყო თავიდანვე. რატომ? ახლა ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იგივე აზროვნება და მიდგომა, სტრატეგიული მიდგომა, როგორც ცვლის ქვეყნის ტრაექტორიას და რატო არის მნიშვნელოვანი. ბალტიისპირეთის ქვეყნები არ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ისინი ყოველთვის მუშაობენ თავდაცვაზე, სხვანაირად ხა შენ შეიარაღებული ძალები ბალტიისპირეთის ტიპის ქვეყანას, ვერ საქართველოს ტიპის ქვეყანას ვერ ეყოლებათ. ჩვენ უნდა ყავდეს თავდაცვის ძალები, ამიტომაც ქვია, ჩვენ თავდაცვის ძალებს, ჩვენ შეიარაღებულ ასე ვთქვათ, თავდაცვის ძალები და არა შეიარაღებული ძალები, იმიტომ ჩვენ ვერ გვექნება შეიარაღებული ძალები, ამასაც აქვს თავისი მნიშვნელობა. როდესაც შენ თავდაცვის არ ფიქრობ მხოლოდ თავდაცვაზე, შენ იცი რომ ომი არის გარდაუვალი, იმიტომ რომ შენ ხარ რუსეთის საზღვრებთან. ანუ ომი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ეს არის მკაფიოდ გააზრებული ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით ესტონეთში და ლიეტუვაში, იმიტომ რომ ლიეტუვას აქვს ეგ სუვალკის კორიდორი, რომელიც არის მოწყობილი და ნებისმიერ დროს შეიძლება ეგ ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია მოხდეს, შეერაღებული მასთავი რომ დავანებოთ შეტევას რუსეთის მხრიდან. და ამ დროს ეს მიდგომა ეს სტრატეგიული რომ ომი არის გარდაუვალი და შენ უნდა იყო მუდმივ ზატყოფნაში სამშვიდობის დროს ამან განსაზღვრა ჩემი აზრით ამ ქვეყნების მომზადება. მნიშვნელოვანი კომპონენტი კიდევ ერთი რაც უნდა ვახსენო ამ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში ის არის მოდელი როგორ ხდება
სამხედრო სავალდებულო სამსახური როგორ არის მოწყობილი. ანუ ქვეყნებს, რომელსაც აქვთ ყველაზე ცოტა 1.5 მილიონი მოსახლეობაც არ ყავს, ყველაზე მეტი 2 მილიონი დაახლოებით. აქტიური რეზერვის გამოყენებით შეუძლია 100,000 ადამიანი ყავდეს საომარი მომზადების თვალსაზრისით, ანუ აქტიური საომარი მომზადების თვალსაზრისით. ეს ახლა მნიშვნელოვანია მათთვის, იმიტომ რომ გაუძლოს ამ შეიარაღებულ შეტევას. როგორ ხდება ამის უზრუნველყოფა? ხო, არის ესე იგი სარეზერვო სისტემები, შექმნილი სარეზერვო სისტემა არის, რომ ნებისმიერი ჩვენგანი, ანუ მე გიქნება თუ ვინც იქნება, უნდა მუდმივად, ანუ წლის რაღაცა პერიოდულობით, ახლა დეტალებში რო შევიდეთ, გადის ამ ასე ვთქვათ მომზადების პროცესს, რომელიც არის დაკავშირებული პირდაპირ არ არის. ვთქვათ, მაგალითად ჩვენთან ხო არის მოხალისეობრივი ჯგუფები. ეს არ არის მოხალისეობრივი ჯგუფები, ეს არის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სისტემების ნაწილი. ახლა აქვს შესაბამისი სახელები, უბრალოდ ახლა ძალიან რთულია ესტონური, ლატვიური, ლიტვური ენები და წარმოთქმა გამიჭირდება, აქვს თავიანთი სახელები და ამ სარეზერვო ჯგუფებში ხდება მუდმივი გადამზადება. მეცაც გეტყვით, რომ მაგალითად ესტონეთის შემთხვევაში ყავთ კიბერრეზერვისტებიც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ესეთი რაღაცა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს ესეთი მოდელი, რომ მაგალითად ახლა მე პირადად ესტონეთში ვიყავი, დაახლოებით თვარსები, კიბერუფრთხოებაზე მუშაობდი და 2024 წელი იყო ზაფხული და აი ეს ადამიანი, ვინც ამ სარეზერვო იმაში ვიყავით რა, სისტემა სათაო ოფისში და ჩემთვის ყველაზე ესეთი კულტურული შოკი ცოტა იყო, რომ ეს ადამიანები შეიძლება, აი განსაკუთრებით კიბერრეზერვი ვინც არის, შეიძლება იყოს IT სფეროს ჩვეულებრივ მუშაობდეს რა IT სფეროში, საერთოდაც არ იყოს ესტონეთში, არ ცხოვრობდეს ესტონეთში, ცხოვრობდეს ნებისმიერ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სხვაგან, მაგრამ ის არის რეზერვის ნაწილი და როდესაც ქვეყანას დაჭირდება, ის აქტიურად უნდა ჩამოვიდეს და ემსახუროს ქვეყანას, იმიტომ რომ ის არის აქტიურად, როგორც ჯარისკაცი და თავისი მოვალეობა, ის არის კიბერ თავდაცვაზე პასუხისმგებელი. აი ესეთი სისტემები არის დაწყობილი. გასაგებია რომ ხა ეს კიბერ კომპონენტი და თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხი, იგივე საინფორმაციო მედეგობის თემა ცოტა მოგვიანებით შემოვიდა, უფრო 2007 წლიდან ალბათ და ცოტა კიდე უფრო მეტად ალბათ 2014 წლის ყირიმის ომმა რაღაცნაირად უფრო სხვანაირი ყირიმის ანექსიამ სხვანაირი ასე ვთქვათ მისცა ტრიგერი ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ამისკენ მიდიოდა ეს მომზადება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ხე რატო დავიწყე ამ საბჭოთა ოკუპაციის თემით, იმიტომ რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ოკუპაცია არ იყო მიღებული თემა. მათთვის საბჭოთა ოკუპაცია მათ არ მიუღია საბჭოთა ოკუპაცია როგორც მოცემულობა. შესაბამისად, მათ იციან, რომ შეიძლება ისინი არიან მუდმივი საფრთხის ქვეშ და ამიტომ სანამ ვინმე მომაცმა დასახმარებლად ისინი უნდა იყვნენ მზადყოფნაში. და ეს მზადყოფნაში ან ფულის ჩადება, მაგალითად, იგივე თავდაცვის ბიუჯეტში ფულის ჩადება, სამხედრო და სამოქალაქო მომზადება სრულიად, რომელიც უზრუნველყოფს აი ტოტალურ თავდაცვის პრინციპს, ხო, როდესაც ყველა კომპონენტი სახელმწიფოში არის ჩართული. ერთი მხრივ კი გასაგებია, შეიძლება ნატოს მოთხოვნა იყო, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსდან გამომდინარეობდა და ეს აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ მათ შეექმნათ ესეთი სისტემა. სხვა მხრივ შენ პირველ რიგში შენ თავის ბატონ პატრონი თუ არ ხარ და არ შეგიძლია შენ თავის დაცვა, სხვის იმედად მუდმივად ვერ იქნები. ანუ გამორიცხულია რა როგორი ზომის სახელმწიფოც არ უნდა იყო, ეს ამ მოცემულობას ვერაფერი ვერ შეცვლის. შენ უბრალოდ უნდა იყო, ჩვენ ამ ეს მესიჯიც გქონდა ძალიან ხშირად სხვათა შორის, როდესაც მუშაობდით ამ თემებზე იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ შენ არ უნდა იყო მხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, არამედ უნდა იყო უსაფრთხოების მიმწოდებელიც. ანუ ეს უნდა შეგეძლოს, აი შენ რა დამატება, ანუ შენ რა სარგებელი შეიძლება მოუტანო ალიანსს. ანუ ალიანსკენ ნებისმიერ გაერთიანებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნატოს რა შეიძლება რა სარგებელი მოუტანო, ანუ არ უნდა იყო მისთვის თავის ტკივილი. და აი ეს შემდგომში ერთი მხრივ, აი ორმაგი სარგებელი არის, აქ ერთი სარგებელი არის, რომ შენ აძლიერებ შენს თავდაცვის სისტემებს, აძლიერებ შენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და მეორე სარგებელი არის, რომ შენ გადიხარ ისეთ სტანდარტებზე, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნას და ამ სტანდარტების საშუალებით ხდები ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში შენ დაგიცავს. ოღონდ ამას აღწევ შრომის, მუშაობის და რა ვიცი, ხანგრძლივი პროცესის შედეგად. ძალიან ჭკვიანური დაგეგმვის. ახლა ჩვენ როგორც ვთქვით, ბალტიის ქვეყნები საკმაოდ პატარა ქვეყნებია, გეოგრაფიულადაც ძალიან, ასე ვთქვათ,
ძალიან მარტივი დასაპყრობი ტერიტორია, მოსწორებული ტერიტორია, შეჯლიგინდე, როგორც იტყვიან. აი უკრაინაში როგორც ხედავთ ხოლმე, რომ მოსწორებული ველები ახლა საქართველოსთვის ძალიან უცნაური ხედი არის ეს, რომ გაიხედავ და ჰორიზონტი ჩანს, მაგრამ იქ ესე არის. შესაბამისად, რთული სიტუაცია, თან ცოტა მოსახლეობა არის, ამიტომ ძალიან ჭკვიანური მიდგომა არის, რომ ტოტალური თავდაცვის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს ეს და კიდევ ერთხელ უნდა გაუსვათ ამას ხაზი, რომ ყველა არ არის გაჩენილი იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე შტურმებში მიიღოს მონაწილეობა. ზოგი არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ზოგი არის ძალიან ძლიერი საინფორმაციო მიმართულებით, ზოგი არის კარგი ექიმი, ყველას აქვს თავისი როლი და ეს როლები არის შერჩეული, სახელმწიფო იცნობს ამ ადამიანებს, იცის ვინ სად ჭირდება და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ესენი გამოიყენოს. ეს არის მაქსიმალურად ოპტიმიზებული თავდაცვის სისტემა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ დავიწყეთ, კონცეფციად შეიქმნა თავდაცვის სამინისტროში. მე რომ მუშაობდი, აქტიურად იყო მაგ მიმართულებით მუშაობა, ტოტალური თავდაცვა აქეთ-იქით, მაგრამ ნუ დღეს კი ვხედავთ რა სიტუაციაც არის და ტოტალური თავდაცვა ასეთი ტიპის პოლარიზების გარემოში შეუძლებელი რაღაცა არის, როდესაც ხალხი ქუჩაში ერთმანეთს მოღალატეს და აგენტს ეძახის, შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ გვერდ-გვერდ დადგებიან და კი, ეს არის სწორედ წარმატება, მათ შორის რუსეთის მე ამას ვიძახი გავლენის ოპერაციებს და ნუ ხშირად ეძახიან ჰიბრიდულ ომს, მაგრამ მე მირჩევდი უფრო გავლენის ოპერაციებს და დესტაბილიზაციის ოპერაციების დარქმევა ამისთვის, იმიტომ რომ ამას ისახავს სწორედ მიზნად რა, რომ გახლეჩოს საზოგადოება, შექმნას პოლარიზაცია, ჩვენ როცა რო გქონდეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, მე საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ საკუთარი თავის მიმართაც გვექნება უნდობლობა და ეს უკვე პირდაპირ მენტალურად ურტყამს ადამიანს ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმაც არის თავისთავად ცხადია, რომ ფსიქოლოგიურად ნადგურდები როგორც საზოგადოება და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს გაიაზრეს თავის დროზე ძალიან კარგად და სწორედ ამიტომ შექმნეს ეს მოდელი, რომელიც აი სხვათა შორის ესეც ხა ტერმინებით არ მინდა რომ დავტვირთო მსმენელი და მაყურებელი, მაგრამ ისეთი ტერმინი მაგალითად ფსიქოლოგიური თავდაცვა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეს არის ცალკე ტერმინი, ფსიქოლოგიური თავდაცვა, რომელსაც და შვედეთს საერთოდ ხა ეს სხვათა შორის ესეც მაყურებელს რო ახსნათ ეს შვედეთ, ფინეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ერთად იმიტომ ვახსენებთ, რომ მათ ჩამოაყალიბეს ესეთი თავიანთი თანამშრომლობის ის აქვთ ფორმატი, ნორდიკული ქვეყნები, ანუ ჩრდილოეთი ნორდიკულს ასევე ეძახით ჩრდილოეთის ქვეყნები და ბალტიისპირეთის ქვეყნები და მაგალითად შვედეთში ცალკე სააგენტო არსებობს ფსიქოლოგიური თავდაცვის. იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ შენ აი შეუძლებელია რაღაცა დროს და რაღაცა მომენტში სამხედრო შეტევაზე და სამხედრო აქტივობაზე უფრო დიდი ზიანი შეიძლება მოგაყენოს სწორედ ამ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურმა მანიპულაციამ პრინციპში სამწუხაროდ რასაც დღეს გარკვეულწილად ვაკვირდებით საქართველოშიც. პრაქტიკაში რო შევხედოთ, უკრაინაშიც პირველი 3 დღის განმავლობაში ყველა ექსპერტი, სამხედრო ექსპერტი იმას ამბობდა, რომ პირველი 3 დღე არის კრიტიკული, იმიტომ რომ მიუხედავად ყველანაირი ტრენინგისა, მიუხედავად ყველანაირი სწავლებებისა, უშუალო კონფლიქტის პერიოდში ძალიან რთული არის იმ ფსიქოლოგიურ მომენტებს გადააბიჯო, რაც თავიდან არის. მერე უკვე ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა, მაგრამ ეს პირველი დარტყმა არის ყველაზე რთული მოსახლეობისთვისაც და მაგ პერიოდში იყო ყველაზე აქტიური რუსული საინფორმაციო აქტივობები, 딥ფეიქები ვრცელდებოდა, რომ თავრობა გაიქცა, ასე შემდეგ, ამიტომ სერიოზული ბრძოლა მედის ამ პირველ რამდენიმე წუთებში, პირველ რამდენიმე საათებში და ეს არის მართლა კრიტიკული არის, იმიტომ რომ საზოგადოება თუ ჩამოიშალა, შემდეგ უკვე ძალიან რთული არის წინააღმდეგობის გაწევა და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აბსოლუტურად ყველა ფრონტზე იბრძვის, არ არის ეს მარტო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად იბრძვის და საქართველოს როგორც ფრონტის პირა ქვეყანა, ნატოს წევრი იქნება თუ არ იქნება წევრი, ეს ყოველთვის უნდა გვესმოდეს და ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდა ნებისმიერი სამხედრო დაგეგმვის პროცესი. ხო, აი ბალტიისპირეთის მაგალითი, იმიტომაც თქვი თავიდან, რომ ძალიან საინტერესო და სასურველია, რომ ხშირად განვიხილავდეთ, რომ აი ეს ბალტიისპირეთის მაგალითის კარგად შესწავლა ქვეყნების მაგალითის გვაძლევს სწორედ აი ამ დასკვნამდე მისვლის საშუალებაში, რომ ჩვენ ქართველებს ხშირად გვჩვევია ეს მენტალიტეტის საკითხიც, ამიტომ ვახსენე, რომ აი ახლა ნუ აი ნატოში თუ გავწევრიანდით მაგალითად, ფეხი-ფეხზე გადავიდებთ და მე უკვე აღარაფერი სადარდებელი არ გვექნება. არა, ეს ასე არ არის.
იმიტომ რომ შენ თუ შენი თავის თვითმყოფადობაზე არ ხარ ორიენტირებული მუდმივად 24 საათიან რეჟიმში, სულ რომ ნატოშიც გავწევრიანდეთ, მაინც არ იქნება ჩვენი, ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა დაკმაყოფილებული, ასე ვთქვათ, და გაძლიერებული, იმიტომ რომ ეს არის ორმხრივი პროცესი, ანუ არ არის ცალმხრივი პროცესი, არც საქართველოს მხრიდან და არც ნატოს მხრიდან. კი, ჩვენ ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ. ნატოს თავისი პრობლემები აქვს, თქვა სიტუაციაზე ახალი უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა საკითხი არის, ეს არის ადაპტაციის საკითხი. მე ეს სულ სხვა თემა არის, კი შეიძლება რუსეთის იგივე საინფორმაციო მანქანამ ეს აქტიურად გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმონდეს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს მზაობა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, იმის მაშინ, როდესაც ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი მცირდებოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტი იზრდება. მარტივი შედარება იყო, ანუ მარტივი შედარება და არ ელოდებიან ნატოს, როდის ჩაურიცხავს ფულს ან რაღაცას გაუკეთებს. ხო, ევროკავშირის მიმართულებითაც იგივე დამოკიდებულება, ვითომ გახდები ევროკავშირის წევრი, ფულს დაგირიცხავენ და მერე კარგი პენსიები გექნება. ეს არის მენტალური მიდგომა რაღაც საკითხისადმი და ესეთი მიდგომა, რომ შემორჩა, მაგიტომაც არის მარტივი საინფორმაციო გარემოში ამ ორგანიზაციების დისკრედიტაცია, ვითომ ჩვენგან უნდათ რაღაცა და მათ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. მოდი გადავიდეთ უშუალოდ რუსეთის და ბალტიის ქვეყნების მიმართულებაზე, იმიტომ რომ რუსეთის საფრთხე არის ერთ-ერთი მოწინავე, ასე ვთქვათ, ძალა, რაც ნატოს ტრანსფორმაციას და გაძლიერებას უწყობს ხელს. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ შვედეთი და ფინეთი რუსეთის გამო გახდნენ, გადაიფიქრეს ნეიტრალურობა და გახდნენ ნატოს წევრები, რუსეთის საფრთხემ და რუსულმა დეზინფორმაციამ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ზეგავლენის აქტივობებმა შექმნა იმის მოლოდინები ნატოში, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ დაიცავდნენ ფრონტისპირა ქვეყნებს, რასაც პასუხი მოყვა ნატოსგან, რაც იყო enhanced forward presence, ანუ წართული სათარგმნია, მოწინავე წარმომადგენლობა, შეიძლება ესე ვთქვათ, ნატოს ძალების მოწინავე სამხედრო ყოფნა, რაღაც მსგავსი. არის რაღაცა თავდაცვა ministros აქვს ნათარგმნე თავის დროზე, მაგრამ ძალიან რთული, ანუ თლადვა ვერ მიესადაგებ. აი ამ თემაზე მინდა საუბარი, იმიტომ რომ ბალტიის ქვეყნები არის ქვეყნები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ამ პროგრამაში. შეიძლება დაუძახოთ ჩართულები, სადაც გარდა იმისა, რომ თვითონ არიან მზად, ნატოს წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ რაღაც სხვადასხვა მიმართულებებზე და ამ მიმართულებით მინდა გავშალოთ ჩვენი საუბარი. კი ბატონო, ხო, რუსეთის საფრთხე ნამდვილად განაპირობებდა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ არა რუსეთის საფრთხე, ალბათ ნატო ვერ იქნებოდა ესეთი თანამედროვე ალიანსი, როგორიც ის დღეს არის, იმიტომ რომ მას რუსეთიდან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე უწევს მუდმივი ადაპტაცია და ახალი გზების ძიება, თუ როგორ დაიცვას ალიანსის წევრების უსაფრთხოება და ზოგადად, დაიცვას ეს კოლექტიური თავდაცვის, მათ შორის შეკავების და მედეგობის პრინციპები, რაც არის მთავარი საფუძვლები, საფუძველში რაც დევს ნატოსი. დავიწყოთ ჯერ ცოტა უკან რო წავიდეთ 2004 წელს, როდესაც გაწევრიადნენ ეს ქვეყნები ნატოში, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პირველი რაც რისი შესაძლებლობაც მიეცა ნატოს, ეს იყო ის, რომ ეს როგორც ახლა მაგალითად ვისაუბრეთ ხო, შვედეთის და ფინეთის შემთხვევაში, ასეთივენაირად იმის ნაცვლად რომ ეს ქვეყნები ყოფილიყვნენ რაღაცა თუ აქამდე იყვნენ საბჭოთა კავშირის მიდგომით რაღაცა ბუფერული ზონა, რომელიც რაღაცა ხელს უშლიდა რომ პირდაპირ საზღვარი ყოფილიყო ნატოსა და რუსეთს შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ საზღვარი პირდაპირ გავიდა ამ ტერიტორიაზე ნატოსა და რუსეთს შორის. აქედან გამომდინარე აუცილებლად იყო, რა თქმა უნდა, საჰაერო პატრულირება, დაიწყო საჰაერო პატრულირების მისია, მაშინვე, ამას ესეც ქვია კიდევაც ბალტიის საჰაერო პატრულირების მისია. თუმცა ამის შემდეგ დიდად განსაკუთრებული აქტივობები ზოგადად არც ბალტიისპირეთის მიმართულებით შეინიშნება და არც ზოგადად აღმოსავლეთ ფლანგის მიმართულებით, ახლა ის მაყურებელს ამ სვენელს რო ვუხსნათ, აღმოსავლეთ ფლანგი ნატოსი არის ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე მოიცავს მთლიანად აღმოსავლეთ ევროპას, ხო? 2014 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა ყირიმის ანექსია და რატომღაც ესეც უსაური არის, დასავლეთის ის იყო მოულოდნელი, ის მეთოდითაც მოხდა ეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ეს არის პირველი ჰიბრიდული ომი, რომელიც მოხდა 21 საუკუნეში და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, უბრალოდ შეიძლება ნამდვილად რუსეთის მხრიდან რაღაცა მეთოდები პირველად იყო გამოყენებული ისევ და ისევ 21 საუკუნეში და არა ზოგადად მისი არსებობის ისტორიის განმავლობაში. პირველი თუ ესე გვინდა რომ ჰიბრიდულ ომს დავარქვათ
როგორც ვიცით, კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების ერთობლიობა მოხდა საქართველოში 2008 წელს, იმიტომ რომ აქ იყო როგორც საინფორმაციო კამპანიები, იყო კიბერშეტევა, სხვათა შორის პირველი კიბერშეტევა 21 საუკუნეში სამხედრო დაპირისპირების პარალელურად. ეს გამოცდილება არ გაითვალისწინა დასავლეთმა, შესაბამისი პასუხი არ იყო რეაგირება სამწუხაროდ არ იყო ჯერ ისეთი რეაგირება, როგორც ჩვენ გვინდოდა, როგორც საჭირო იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის და მოხდა აქედან გამომდინარე 2014 წლის ყირიმის ანექსია და შესაბამისად აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები. რა თქმა უნდა და საბედნიეროდ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ვერ იქნებოდა უბრალოდ რაღაცა მაყურებლის პოზიციაში, იმიტომ რომ თუ რუსეთი მას შეძლო იმის გაკეთება ყირიმში, უკრაინაში, ასე ვთქვათ, ხო ყირიმში და ისე აღმოსავლეთ უკრაინაში, ის თავისუფლად შეძლებდა იგივეს გაკეთებას მის აღმოსავლეთ ფლანგზე, სადაც ის უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს 2014 და 2016 წელს ორი მნიშვნელოვანი სამიტი. ნატოში ზოგიერთი სამიტი სხვათა შორის ესეც საინტერესო ზოგიერთი სამიტი უფრო მნიშვნელოვანია ნატოსი ზოგიერთი ნაკლებად აი ზოგიერთი კარგად გვახსოვს მაგალითად ეს იყო 2014 წლის ველსის 2016 წლის ვარშავის სამიტები რატომ იმიტომ რომ ეს რაც თქვენ ახსენეთ ეს მოწინავე სამხედრო ყოფნის ასე ვთქვათ შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს ეს არის რა აუხსნათ ჩვენს აუდიტორიას ეს არის სამხედრო ასე ვთქვათ სამხედრო პერსონალის გულისხმობს პერსონალის გაგზავნას ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგზავნას მუდმივად იქ იმყოფება ეს პერსონალი მას მეთაურობს ახლა ძალიან დეტალებში რო შევიდეთ ყოველთვის აყავს ესე იგი კონკრეტული ნატოს წევრი ქვეყნის სახელმწიფო არის მისი ვთქვათ პასუხისმგებელი თითოეულ სახელმწიფოში ანუ ესტონეთში ლატვიაში და ლიეტუვაში და ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში და როტაციული პრინციპით იცვლება ეს ასე ვთქვათ შემადგენლობა ამ დაჯგუფების, ანუ სამხედრო დაჯგუფების, რომელიც მანდ იმყოფება. 2014-2016 წლებში კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა ხდება და ამას ასე ვთქვათ განაპირობებს ჩემი აზრით განაპირობებს ის, რომ ამ პერიოდისთვის უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნები იმდენად მზად არიან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და მათ შორის ამ დეზინფორმაციასთან საინფორმაციო ოპერაციებთან ბრძოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ასე ვთქვათ კარგად გამოყენების თვალსაზრისით რომ ამ პერიოდიდან ასევე ნატო იწყებს ყურადღების გამახვილებას ჰიბრიდულ საფრთხეებზე ნუ მანამდეც აქცევდა ყურადღებას რა თქმა უნდა ეს კიბერუსაფრთხოებსაც და ჰიბრიდულ საფრთხეებსაც მაგრამ რაც იცვლება ამ პერიოდში არის ის რომ დაშვება ხდება რომ ჰიბრიდული საფრთხის სხვათა შორის ოღონდ აქ გამოწვევა ის არის რომ განსაზღვრული არ არის რა შეიძლება იყოს ეს ჰიბრიდული საფრთხე ჰიბრიდული საფრთხის საპასუხო შეიძლება ამოქმედდეს მეხუთე მუხლი, ისევე როგორც კიბერშეტევის საპასუხო შეიძლება ამოქმედდეს მეხუთე მუხლი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბალტიისპირეთის ქვეყნების კონტექსტში, იმიტომ რომ ნატოს აქვს ესეთი მაგას ქვია, მაგის თარგმნას ძალიან ცუდი არის ექსელა დახელოვნების ცენტრი, შეიძლება ესე ვთქვათ, სრულყოფის ცენტრებს ვეძახით, კი ბატონო, სრულყოფის ცენტრები, რომლებიც ასე ვთქვათ, აი როგორ თქვა, დამხმარე ელემენტი არის ნატოსთვის, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, კვლევის, ან სხვადასხვა აქტივობების ჩატარების თვალსაზრისით არის განუყოფელი ნაწილი ნატოს სტრუქტურის და ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრები არის რიგაში და არის ესტონეთში, კი ბატონო, ესტონეთში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს რო დაუბრუნდეთ ან მოწინავე სამხედრო ყოფნის თემას მნიშვნელოვანი კომპონენტია. გასაგები არის, რომ ეხა ესეც უნდა გაითვალისწინოს აქ აუდიტორიამ, რომ იმიტომ რომ ესეც საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ნარატივის ერთ-ერთი ნაწილი არის, რომ ეს სამხედრო დაჯგუფებები, ანუ ეს სამხედრო განლაგება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ვიღაცას უყტევენ, ანუ ვიღაცას თავს დაესხმევიან. ეს არის იმისთვის, რომ მოხდეს ისე პატრულირება მოხდეს ძალიან სწორად და რეალურ დროში მოხდეს, ასე ვთქვათ, პატრულირება, ინფორმაციის მიღება, თუ რამე საჭირო გახდა, ასე ვთქვათ, დახმარება, იგივე იქნება ვთქვათ, პროვოკაცია, სამხედრო შეტევა და ასე შემდეგ. მაგალითად, ამ თემასაც მე უფრო კარგად გავშვით ალბათ, მაგრამ ნატოსთვის ამხელა ალიანსი, ეს ძალიან დიდი ალიანსია, ხო? ანუ მილიონობით რო წარმოვიდგინოთ, ანუ ათეულობით მილიონ ადამიანს მოიცავს, ხო, როგორც მოსახლეობაში, შესაბამისად, სამხედროების რაოდენობაც ასეთივე დიდი არის, უნდა წარმოვიდგინოთ. ასეთი ალიანსისთვის სამხედრო მობილობის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რას ნიშნავს მაგალითად, თუ მოხდა სამხედრო შეტევა, თქვა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რომელიმეში წარმოიდგინეთ
გერმანია უფრო ახლოს არის, ალბათ აი საფრანგეთიდან, ან იგივე დიდი ბრიტანეთიდან უნდა მოხდეს მალევე გადასხმა. კი ბატონო, ლოჯისტიკური ამას ქვია სამხედრო მობილობა. ეს სამხედრო მობილობის თვალსაზრისით ცოტა ეს ყოველთვის არის გამოწვევა ხოლმე სამხედრო მობილობა, არა, ალიანსისთვის მით უმეტეს, მაგრამ იმიტომ რომ იქ უფრო ბევრი პროცესები არის, ძალიან დიდი პროცესები ჩართვას, სხვათა შორის აქტიურად მუშაობენ მაგაზე ახლა, მაგრამ ფაქტობრივად ეს გაძლევს იმის საშუალებას, უფრო მარტივად დაიცვა ალიანსის უკიდურესი, ანუ ნატოს უკიდურესი აღმოსავლეთი ფლანგი, ამის საშუალებას გაძლევს. ეს რომ არ ყოფილიყო ეფექტიანი, გასაგებია შეიძლება უფრო მეტის გაკეთებაც, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატოში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის პრინციპით. შესაბამისად, მაგალითად, შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი ან იგივე სხვა ცნობილი პოზიციის მქონე საგარეო საფრთხის პოლიტიკა შეიძლება უფრო ხისტი მიდგომის მომხრეები არიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მაინც და მაინც ასეთი ხისტი მიდგომის მომხრეები არიან, შესაბამისად კონსენსუსის პრინციპი, როდესაც თუ ერთმა თქვა, რომ არა, შესაბამისად ის გადაწყვეტილება აღარ მიიღება. ამიტომაც არის ხოლმე ეს ბიუროკრატიულად ნატოს ზოგიერთი გადაწყვეტილება ხანდახან შეჩერებული, გასაგებია, შეიძლება ეს ჩაითვალოს მინუსად, მაგრამ დემოკრატიის პრინციპიც ეგ არის რეალურად, რომ რაღაცა თუ გინდა რომ კარგად გაკეთდეს, შესაბამისად მაგას თავისი წესები და დისციპლინა აქვს, ხო? ეს უბრალოდ მოკლე გადახვევა და ეს რომ არ ყოფილიყო ეფექტური, მას არ გააფართოვებდნენ 2022 წლის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შავ ზღვამდე. ანუ რას ნიშნავს იმას, რომ მისი გაფართოება მოხდა, მთლიანად მოიცავს ახლა ეს მოწინავე ყოფნა, შეიცვალა სახელი, ახლა მაგის თარგმნა ისე გუჭირდება ალბათ. სახელი არ შეიცვალა, მაგრამ დაემატა რაღაცა განზომილება და ჩამოვიდა ესე იგი მოკლედ ეს მოწინავე ყოფნა ნატოსი. ახლა მოიცავს ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ტერიტორიას, შეიცვალა ზომა, გახდა ბატალიონის ტიპის შენერისად სამხედრო ჯგუფები გახდა უკვე და უნდა გახდა უფრო მოქნილი. ასევე როგორც აი ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, უფრო მეტად და არა უფრო უკრაინის ომიდან გამომდინარე, ეს ბოლო მოვლენები გულისხმობს რუსეთის გააქტიურებულ საბოტაჟის აქტივობებს, დრონების შეფრენას ნატოს საჰაერო სივრცეში, უფრო მეტად გაძლიერდა ეს საჰაერო პატრულირების სისტემა, რომელიც 2004 წლიდან არსებობს ჯერ კიდევ და სხვათა შორის ესეც უნდა აღინიშნოს, რომ მაინც და მაინც სიახლე არ არის ეს დრონი არის სიახლე, თორე ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის ესე იგი მავნე ქმედებები, ოღონდ არა დრონებით, არამედ გამანადგურებლებით სხვადასხვა ტიპს იყენებენ ხოლმე. ძალიან ხშირად ხდებოდა და უწევდათ ესეთი ტერმინი არის გადაჭერა ნატოს საჰაერო ძალებს. გააჩნია რომელი ქვეყანა იყო იმ დროს იმ მომენტში ჩართული. ამიტომ ეს მოვლენა მაინც სიახლე არ არის, ანუ ეს ხდება მუდმივად და ამის ეს თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის იყენებს ესეთ რაღაცა ინციდენტებს. მაგალითად, რას ნიშნავს, ხო შეიძლება ვიღაცისთვის ესე რომ მოისმენს არაფერი არა, რაღაცა დაირღვა ეს საჰაერო სივრცე რა უჭირს. ეს არ არის უბრალოდ საჰაერო სივრცის დარღვევა, ეს არის შეგნებულად მიზანმიმართულად განხორციელებული აქტი იმის დატესტვის პირველ რიგში, როგორ უპასუხებს ამას ნატო. ანუ რა რეაქცია ექნება. რამდენად არის მზად იმისთვის, რომ ესეთი რაღაცები აღკვეთოს. ამიტომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივად ხდება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები. ანუ პროვოკაცია არის მაგალითად იგივე და სხვათა შორის ეს მოწინავე სამხედრო ყოფნამ თავისი ყველაზე ეფექტიანი ჩემი აზრით მაინც იყო მის შემთხვევაში, როდესაც 2021 წელია თუ არ ვცდები, როდესაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე რუსეთმა შექმნა ხელოვნური მიგრანტთა კრიზისი და მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მარტივად მოახერხა კონტინგენტის გაზრდა და უფრო მეტი სამხედრო გაგზავნა. გასაგებია ხა ეს არავისთვის არ უშუალოდ არც თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა, იყო თავდაცვა, მაგრამ მაინც რაღაცა ძალის დემონსტრირება იყო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაცები იმის საჩვენებლად, რომ აქ მხოლოდ ეს აქ თამაში არის აღქმებზე რა პირველ რიგში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არც მე მაგალითად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, მაგალითად რომ რუსეთი გაბედავს ნატოს ტერიტორიაზე შეჭრას. მე იმ ადამიანების რისკს განვეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ თუ რუსეთი იმ ნაბიჯზე წავიდა, რომ ის თავს დაესხა ნატოს, წმინდა სამხედრო რუსეთი ხო არის
კარგად დახელოვნებული საერთაშორისო სამართლის ნორმების და რაც გაწერილია იმის მავნე გამოყენებაში და სათავისოდ გამოყენებაში. ხა მეხუთე მუხლის ამოქმედების პრინციპში, სადაც ეს პრინციპი სადაც გაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულებაში, მკაფიოდ წერია, რომ ის ამოქმედება შეერაღებული შეტევის საპასუხოდ. შეერაღებული შეტევა, ჩემი აზრით, ნატოს წევრი არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან არ განხორციელდება, მაგრამ აუცილებლად იქნება უფრო ინტენსიური, ალბათ ეს საბოტაჟი სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული აქტივობის ქმედებები და ეს პროვოკაციები რო დავარქვათ მარტივად და ესეთი პროვოკაციები არის კიდევ ერთხელ აღქმებზე თამაში, ანუ მოსახლეობის აღქმებზე თამაში, ადამიანებზე თამაში, ამიტომ როდესაც ერთი მხრივ შენ ხედავ რომ აქაც ვიღაცა აგრესიული ტიპები დგანან შენ საზღვარზე და გიტევენ და ვთქვათ მიგრანტთა კრიზისი ხო ეს კადრები გვახსოვს ძალიან კარგად ეს ადამიანები იქ ხელოვნურად რო იყვნენ მიყვანილი იმ საზღვარზე და ფაქტობრივად აი აგრესიულად როგორ იქცეოდნენ და ამ დროს შენ ნიუსებში იმასაც კითხულობ რომ აი ბრიტანეთმა გაგზავნა რაღაცა კონტინგენტია თუ რაც არის რაღაც სულ 5 კაცი გაგზავნოს რა მნიშვნელობა აქვს ეს უკვე აღქმაზე მოქმედებს აბსოლუტურად სხვანაირად აი მაგალითად რომ პოლონეთმა გააძლიერა მაშინ თავის საზღვართან ეგ აღმართა დამატებითი დამცავი მექანიზმები ეს ყველაფერი არის მაინც საბოლოო ჯამში საინფორმაციო გარემოში თამაშის გავლენის მოპოვების მცდელობა და ნუ ჩემი აზრით ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იყო ნატო და ეს მათ შორის ოღონდ ერთი მხრივ არის საინფორმაციო მეორე მხრივ არის ეს პრაქტიკული ნაწილი ვფიქრობ რომ მაინც ეს მიუხედავად თავისი გამოწვევებისა ეს მოწინავე ყოფნა რომელმაც სათავე დაიწყო ყირიმის ანექსიის შემდეგ და შემდეგ უფრო გაძლიერდა უკვე განმეორებითი აგრესიის უკვე ფართომასშტაბიანის დროს აქვს თავისი შედეგი იმიტომ რომ აჩვენებს რომ ტრანსატლანტიკური ერთობა არის ურყევი ნატო არის ძლიერი და მას შეუძლია საკუთარი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა ჯეროვნად დასაწყისში მე ვთქვი რომ რუსეთის წყალობით არის ნატო ასე წინ წაწეული და მაგალითს მოვიყვანე ზუსტად ამ მიგრანტების თემაზე, იმიტომ რომ როდესაც შენ აფასებ საშიშროებას, შენ ასევე იმას აფასებ, რა რეაქცია შეიძლება მოყვეს საზოგადოებიდან. როდესაც რუსეთი აქტიურად ასეთ პროვოკაციას გააკეთებს და შემდეგ მთელი საინფორმაციო კამპანია იმაზე არის აწყობილი, რომ აი ნატოში არ დაგეხმარა, ესე იგი არაფერი არ გააკეთეს, ესე იგი არ აინტერესებს, მიგატოვებენ ასე შემდეგ. რაც უბიძგებს ნატოს იმისკენ, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ჭრილში ნებისმიერ ასეთ პატარა პროვოკაციაზე რეაგირება კონდეს იმის შიშით, რომ შემდეგ არ რეაგირება, თუნდაც ახლა პოლონეთი არის ძალიან დიდი ქვეყანა. სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ქვეყანა. საერთოდ არ ჭირდება პოლონეთს არავის ჩართულობა იმისთვის, რომ რამდენიმე მიგრანტი საზღვარზე გააჩეროს. ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ იმის შიშით, რომ შემდეგ პოლონეთის მთავრობას მოსახლეობაში პრობლემა შეექმნებოდა, რომ აგერ ჩვენ კრიზისი გვაქვს და ნატო არაფერს არ აკეთებს, ნატოს მოუწია ამაზე რეაგირება და შესაბამისად უფრო აქტიური გახდა თითოეული სახელმწიფო საჭიროებების ასე ვთქვათ, შეფასებაში და ამ საჭიროებების გადაჭრაში დახმარებაში. მე ვარ ნატოს არა არტიკლი 5-ის სწავლებაზე, ანუ არის სწავლებები, რომლებიც არის არტიკლი 5-ის სწავლება, რომლებიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ კოლექტიური თავდაცვის თემა არის და არის სწავლებები, რომლებიც აი ზუსტად ასეთ კრიზისებზე არის ორიენტირებული. ეს არ ვიცი ანუ ხდება ზუსტად იმიტომ, რომ არის საშიშროება, რომ აი ესეთი პატარ-პატარა ელემენტარული რაღაცა თემებით სახელმწიფოს პრობლემა კი არ შეუქმნას, მოსახლეობაში გააჩინოს ქაოსი შექმნას და რაღაც ქაოსი შექმნას და მოსახლეობაში გააჩინოს განწყობა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა და ნატო არ მოვიდა შენ დასახმარებლად. ამიტომ ძალიან აქტიურად უყურებენ ამას და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის აქტიურად არის ამ მიმართულებით ჩართული, ძალიან კარგ კვლევებს აკეთებენ ხოლმე ისინი ინგლისურენოვანი არის. საქართველოსაც აქვს გაკეთებული, მე რო ვიყავი თავდაცვაში, ჩვენს მონაწილეობდით შუამავლობაში, ასე ვთქვათ, ამ. სხვათა შორის მან კიდევ მნიშვნელოვანი არის, არ გადააჭარბო, ეხლა არ ვიცი, რამდენად ჩვენი ბალტიისპირეთმა, თუმცა ხო ეგეც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ნაწილია რა ამ საინფორმაციო ოპერაციებთან გამკლავების მნიშვნელოვანი არ გადააჭარბო ამ პასუხში რა, ეგეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამახსენდა ეხლა ის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც მიღმარჩება ხოლმე რადარების ბირთვული დაშინების
ესე გავთქვათ, როდესაც აი რუსეთი ყველას გონია რომ რაღაც რადგან ბირთვული სახელმწიფოა, გამოიყენებს იარაღს ბირთვულს და ყველას ავიზრდება რომ ბირთვული იარაღის მთელი არსი მდგომარეობს იმაში რომ შენ რო გამოიყენებ, მეორეც გამოიყენებს და არსებობს ერთი second strike capability, ანუ მეორეული დარტყმის mutual destruction, კი ბატონო, კი ბატონო. ურთიერთგანადგურებას ნიშნავს და არა ვიღაცის განადგურებას. მაგაზე დგას მთლიანად ბირთვული შეკავების მთელი არსი, რა ვიცით, ვინცაც უგსწავლია ტრადიცია თავიდან ბოლომდე და ნუ გონიათ რომ გამოიყენებს, რაც არ იყენებს, ხადი არც გამოიყენებს და ისიც არ ესმით რომ არის განსხვავება ტაქტიკურ და სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს შორის და ორი სხვადასხვა რაღაც არის და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება და რატო ახსენე საინფორმაციო და გავლენის ოპერაციების კონტექსტში რა ხშირად რუსეთი ამბობს რომ აი გამოვიყენებთ ან მინიშნებას აკეთებს ან მათ პროპაგანდისტებს ეს სალავიოვი სიმონიანი ვიღაცებს გამოაგდება გააჩნია ახლა მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით იქნება ამის ჩვენება და ამ დროს თუ მაგალითად და რა თქმა უნდა ეხა შიში და პანიკა შეიძლება იზრდება ევროპის ქვეყნების მოსახლეობაში ნატოს წევრი ქვეყნებში ყველგან არა ცხადი ახლა ბალტიისპირეთი ზუსტად მაგიტომაც არის ძალიან მაგარი ქვეყნები და ძალიან მაგრად აქვს სისტემები აწყობილი რომ აქ წარმოუდგენელი ჩემთვის თითქმის წარმოუდგენელია რომ რაღაცა რუსეთის ბირთვულ დაშინებაზე ბალტიისპირეთის ქვეყნები რეაგირებდნენ რაღაცა პანიკით. ანუ წარმოუდგენელი ამბავი არის, ხადია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ევროპის სხვა სახელმწიფოებზე, ხო, ეხა რომლებსაც თქვა იგივე გამოცდილება არ აქვს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომელსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს რუსეთის საფრთხე, ხო? და ამ დროს მაგალითად ნატომ თუ გამოაცხადა რომ ის თქვა აკეთებს, ასე ვთქვი, ამ დროს ესეთი რაღაცა როცა ხდება, წესით მოწინააღმდეგე მხარე რომელიც ასევე ფლობს ბირთვული რაღაცა ნატო არ ფლობს მისი წევრი ქვეყნები ფლობენ და მან თუ გამოაცხადა რომ მისი წევრი ქვეყნები რომლებიც ფლობენ ბირთვული იარაღს მოახდინეს თქვათ გადახედვა ბირთვული მზადყოფნის ეს არის ძალიან ცუდი მესეჯი, სხვათა შორის დონალდ ტრამპმა გააკეთა, აი ახლა ცოტა ხნის წინ გააკეთა, რაც იყო ძალიან ცუდი სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტებს ვაჩვენებ ხოლმე ძალიან ხშირად მაგას კი, იმიტომ რომ აი ყველა ძალიან სწორი მიდგომა იყო სხვათა შორის ნატოს მხრიდან და იგივე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც აი მაშინ სტოლტენბერგი იყო, როცა ძალიან აქტიური იყო ბირთვული დაშინების თემა, სტოლტენბერგი იყო გენერალური მდივანი და გამოდიოდნენ პირდაპირ არ არსებობს არანაირი საბაბი იმისათვის რომ ჩვენ გადავხედოთ ჩვენ ბირთვულ მზადყოფნას, ან მზადყოფნაში მოვიყვანოთ ჩვენი ბირთვული ძალები, ხო ესე ეძახიან უფრო მეტად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხა თუ მაგალითად გასაგები ხა ტრამპის მხრიდან არ ქონია ესეთი რაღაცა რეზონანსული გამოხმაურება, მაგრამ ისეთ სერიოზულ ფიგურას, რომელიც პატივისცემას იმსახურებდა ხა სტოლტენბერგი იყო, სხვანაირი კომუნიკატორი იყო, გვახსოვს ძალიან კარგად მას რო ეთქვა, რომ აი იცით რა არის ჩვენ გადავწყვეტეთ და მივიღეთ გადაწყვეტ თავის სერიოზული სახით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ის რა ქვია მზადყოფნაში მოვიყვანოთ ჩვენი ბირთვული ძალები, ახლა აი ყველაფერი ჩამოშალებოდა და ამანდაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიჭიროთ, ასე ვთქვათ, ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ჩემი აზრით ამას ხაზი უნდა გაუსვათ, რომ არა მარტო ნატო არის, ასე ვთქვათ, ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია, არამედ ბალტიის ქვეყნები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბერკეტი ქონდეს რუსეთს ნაკლები გავლენა ქონდეს რუსეთს მათ ყოველდღიურ პოლიტიკაზე და მათ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი თემა, რაც იყო ბალტიის ქვეყნების მიმართებით, ეს იყო ენერგო უსაფრთხოება და ენერგო დამოკიდებულება რუსეთზე. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ დამოკიდებული და მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა ძალისხმევები ძალისხმევა გასწიეს იმ მიმართულებით, რომ შეემცირებინათ რუსეთზე დამოკიდებულება და მოახერხეს თუ არა, რომ ეს ენერგო უსაფრთხოება აღედგინათ თავისი ქვეყნებისთვის. ბატონო, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და აქტუალური საქართველოსთვის. საქართველოსაც რაღაცა გარკვეულწილად შეძლო ამ საკითხის მოგვარება, მეტნაკლებად, იმიტომ რომ შეიძლება თქვას წარმატებითაც შეძლო ამ საკითხის მოგვარება, თუმცა შიგადაშიგ თავს იჩენს მაინც ეს საკითხი პერიოდულად. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უფრო რთული გზა გაიარეს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ისეთ რეგიონში ვართ, ეს ტრანზიტული დერეფნის თემა, სატრანზიტო, ასე ვთქვათ, პოტენციალი და ასე შემდეგ, მათ შორის ყავს აზერბაიჯანი მეზობლად, ხო, ანუ ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა, ამიტომ ჩვენთვის ასე ვთქვათ, სურვილის და მონდომობის საკითხი უფრო იყო. ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში გაცილებით რთული იყო, იმიტომ რომ მათ არ აქვთ და ეს სხვა შორის ევროპაზეც იგივე შეიძლება ითქვას, მათ არ აქვთ ასეთი ფუფუნება, ხო, ასეთი გეოგრაფია მაინც თავისას შვება და რაღაცა თავის ლიმიტებს აწესებს. ნამდვილად ჯერ რაღაც კულმინაციით დავიწყებ საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაშლიდან
2025 წელი იყო 2025 წლის თებერვალში საბოლოოდ მოახერხეს ბალტიის პირეთის ქვეყნებმა რომ თლიანად ჩამოშორებოდნენ რუსეთის ზედამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით და ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ბრელის სისტემიდან გამოთიშვა ბრელი ეს არის ბელარუს რუსეთის და ბალტიის პირეთის ქვეყნების სისტემა იყო და დაუკავშირდნენ ევროპის კონტინენტურ ქსელს ანუ ასე ვთქვათ გადართვა მოახდინეს თავიდან ბოლომდე მთლიანად თუმცა ეს პროცესი არ იყო ისეთი მარტივი და ვთქვათ კარგად ჩანდა თქვათ სოციალურ მედიაში და იგივე მედიაში სამი ლიდერი ბალტიის პირეთის ქვეყნის როგორ დემონსტრაციულად გამორთავს ქსელს მაგრამ რა თქმა უნდა ეს ისეთი მარტივი არ იყო იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა მოგეხსენებათ რომ წლების განმავლობაში შენდება, როგორც მას სჭირდება დიდი რესურსის ჩადება იმაში, რომ აშენდეს, ასევე სჭირდება დიდი რესურსი იმაში, რომ ეს რაღაცნაირად გადაეწყოს. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით ამ მილსადენების და ზოგადად მილსადენები იქნება თუ ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მაგალითად ამ ბუნებრივი რესურსების გადაადგილებას და მიწოდებას, ხო ენერგორესურსების მიწოდებას, ანუ მისი ესე უბრალოდ ერთ დღეს ვერ ადგები და ვერ ჩაკეტავ. ანუ უნდა გქონდეს აუცილებლად ალტერნატივა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ბალტიის პირეთის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ, რომ რუსულ ენერგორესურსებს უპოვონ ალტერნატივა. მე პირადად მოსმენილი მაქვს ეს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, სხვათა შორის ლიეტუვაში არის ნატოს ენერგოუსაფრთხოების და ხელოვნების ცენტრი და ესეც არ არის შემთხვევითი სხვათა შორის კიდევ ერთხელ რომ ამ თემებზე და ხელოვნების ცენტრები არის სწორედ ბალტიის პირეთის ქვეყნებში. მან თქვა ესეთი რაღაცა რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, დღესაც გვიჭირს, ეს იყო რამდენიმე წლის წინ, დღესაც გვიჭირს, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ვიდრე თბილად ყოფნა. აი ეს პირდაპირ ესეთი სიტყვით ნათქვამი იყო, რასაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები. არ იყო მარტივი პროცესი, მაგალითად ალტერნატივა ჩვენ ვინც ენერგოუსაფრთხოების თემებზე მუშაობს, იცით ძალიან კარგად რომ ბუნებრივი აირის ალტერნატივა ეს არის თხევადი ბუნებრივი აირი. მაგალითად ლიეტუვაში ესეთი ტერმინალი აშენდა ამ თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 2014 წელი იყო ემთხვევა ამ ყირიმის ანექსიის თემას მსგავსი ინფრასტრუქტურა აქტიურად შენდებოდა წლების განმავლობაში რომელიც მაგალითად აი პოლონეთსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებს შორის ფინეთსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებს შორის განსაკუთრებით ფინეთი ესტონეთი იმიტომ რომ ძალიან პატარა მონაკვეთია იცით ალბათ ჰელსინკიდან ტალინამდე ფაქტობრივად ბორნით შეიძლება გადახვიდეთ და ის მაგიტომაც არის ეს ამ თემაზე გადავალთ აი წყლის ქვეშა კაბელების შეტევის თემა მაგიტომაც მაქედან მომდინარეობს იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურა ჩადებული არის ანუ წყლის ქვეშ ანუ სხვა ალტერნატივა არ არის მათ შორის ეს ორმხრივი თანამშრომლობის თემებზე უფრო გადადიოდა თუმცა მაინც ძალიან რთული არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ვინც მუშაობს, ან ცოტა შეხება მაინც ქონია, ეს თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძალიან ჯერ ესეთი მისი მოპოვება არის ძალიან რთული, ძალიან ძვირად ღირებული არის, ასე ვთქვათ, პროცესი არის და შემდგომში მისი ტრანსპორტირებაც არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ ევროპის ქვეყნებისთვის პრინციპში ერთადერთი ალტერნატივა არის, ანუ ელექტროენერგიას თუ არ ჩავთვლით, ანუ გაზის მიმართულებით, რომ გადავიდნენ სწორედ ასეთი ტიპის გაზը და ასე ვთქვათ ამ შემთხვევაშიც ბალტიის პირეთის ქვეყნები არიან მოწინავეები და აი ამ სხვადასხვა იქ ბევრი სხვა აქტივობაც იყო რა თქმა უნდა წლების განმავლობაში მაგრამ ამ და სხვა აქტივობის ერთობლიობით და უპირველეს ყოვლისა რითაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენ დღევანდელი საუბარი სწორი სტრატეგიული მიდგომის არსებობის საფუძველზე მათ რომ აირჩიეს ეროვნული უსაფრთხოება და არა პირადი კეთილდღეობა ამის საფუძველზე მათ მოახერხეს საბოლოო ჯამში 2025 წელს აეგვირგვინებინათ ასე ვთქვათ ეს პროცესი, რაც ნუ პრინციპში სიმბოლურ სახესაც ატარებდა ეს გამოთიშვის სისტემიდან გამოთიშვის საკითხი. კი ბატონო, ეროვნული უსაფრთხოება რო დააყენეს პირად კეთილდღეობაზე მაღლა, მათ მიიღეს ეროვნული უსაფრთხოებაც და პირადი კეთილდღეობაც საბოლოო ჯამში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც შეიძლება ვისაუბროთ. მოკლევადი ამ პერსპექტივას შეიძლება ძალიან რთული იყოს და ბალტიის ქვეყნებისთვის ნამდვილად არ იყო მარტივი, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე სისტემა იყო აწყობილი და მორგებული რუსეთზე და ეს იყო მიზანმიმართულად. სომხეთს აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება ამ მიმართულებით. ჩვენ გქონდა ეპიზოდი, სადაც ვისაუბრეთ, რომ იყო შესაძლებლობა, რომ რუსული გაზის ალტერნატივა გაეკეთებინათ, ასე ვთქვათ,
ირანიდან შემოეყვანათ, მაგრამ პრორუსული მთავრობის ხელში მათ ლიმიტები ჰქონდათ დაწესებული და სპეციალურად იყო ჩადებული ის, რომ არ უნდა შემოეტანათ ირანიდან იმდენი გაზი, რომ რამენაირად რუსული დივერსიფიცირება მომხდარიყო. ამიტომ რუსეთი ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ იცის, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ეს გამოიყენოს ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ბალტიის ქვეყნებმა მოახერხეს ის, რომ თავიდანვე შეაფასეს ის საფრთხეები და ყველაფერი გააკეთეს, რომ საფრთხეები შეემცირებინათ. და მარტივი შეჯამება რო გავაკეთოთ ამ თემის, ის არის რომ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თუ გინდა რუსეთით მომავალი საფრთხე არ აღკვეთო, მას უნდა გაუქრო ან მინიმიზაცია გაუკეთო ყველა ბერკეტს, რაც აქვს, ან შესაძლო ბერკეტს, რომელიც შეიძლება გქონდეს. ანუ არ უნდა გაუჩინო, აი ამაზე არის მუშაობა მნიშვნელოვანი, როდესაც ხარ ისეთ მოცემულობაში, როგორც არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და როგორც არის საქართველო, აი ეგ არის მან ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. მოდი ვისაუბროთ უკვე ჰიბრიდული ომის კიბერუსაფრთხოების და მიმართულებებზე, იმიტომ რომ საქართველო იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ომის ფარგლებში კიბერუსაფრთხოება მოხდა, მაგრამ ამის პარალელურად ესტონეთში მოხდა პირველი კიბერთავდასხმა ნატოს, ასე ვთქვათ, წევრ ქვეყანაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული გავლენები თვითონ ნატოზე და ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, თვითონ ესტონეთზე. და მოდი ამ თემაზე ჩავშალოთ. ძალიან საინტერესო თემა არის. თავიდან ესე შესავლეთ დავიწყებ იმით, რომ დღეს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც არის ესტონეთი, არის ფაქტობრივად როლ მოდელი, შეიძლება ითქვას, აი ეს მაგალითის მიმცემი ძალიან დიდი სახელმწიფოებისთვის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ეს იმ პირობებში, როდესაც მათ მთლიანად ელექტრონული სისტემა აქვთ მართლობის. 2025 წლამდე, გასულ წლამდე ერთადერთი სერვისი იყო, რომელიც განხორციელებას, ანუ მიიღებაც მოქალაქეს არ შეეძლო ელექტრონულად და ეს იყო განქორწინება. დღეს უკვე ეგეც შესაძლებელი არის, გასულ წელს გახდა ეს შესაძლებელი, როდესაც წყვილს შეუძლია თავიანთი, ესე იგი, ელექტრონული ID-ით შეუძლია რომ განქორწინების პროცესთან დაკავშირებული ყველა პროცედურა გაიაროს ელექტრონულად. ასეთი ელექტრონული სისტემა რო გაქვს და თან შეგიძლია რომ ამის კიბერ უსაფრთხოება უზრუნველყო მაქსიმალურ დონეზე. ეს არის უნიკალური მაგალითი შეიძლება ითქვას და მართლა მისაბაძი მაგალითი არის ჩემი აზრით. დავუხოთ რომ დაუბრუნდეთ ისტორიულ, ასე ვთქვათ, როგორ მივიდა ესტონეთი აქამდე, ხო? 2007 წელი ნამდვილად არის ესეთი წყალგამყოფი ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ არავინ არ ელოდა რომ რუსეთი გამოიყენებდა ანუ ამ სივრცესაც მავნედ გამოიყენებდა, იმიტომ რომ 2007 წელი ეს არის ის წელი, როდესაც კიბერუსაფრთხოებაზე არავინ არ საუბრობს, შეიძლება კი სიტყვა კიბერიც კი არავინ არ იცის. კი, რა თქმა უნდა, კიბერი ეს რაღაცა ელექტრონულ სისტემებში შეღწევა და ასე შემდეგ შეიძლება იყოს სამხედროების ნაწილი, თქო, სამხედრო სწავლების ან საომარი მოქმედებების ნაწილი, თუმცა ძალიან შეზღუდულად, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია მათ შორის ტექნოლოგიურ განვითარებასთან. ხო, ეხლა 2007 წლამდე პრინციპში ეს სამხედრო ტექნოლოგიაც არ იყო მაინც და მაინც ესე განვითარებული 2007 წელს რატომ განსხვავდება სხვათა შორის ისიც უნდა აღინიშნოს 2007 და 2008 წლის კიბერშეტევები 2007 წლის შეტევა ხდება მშვიდობის დროს ამიტომ მშვიდობის დროს არ არის საომარი მოქმედებები ესტონეთსა და რუსეთს შორის და ეს ამიტომ არის გავლენის ინსტრუმენტი. გავლენის ინსტრუმენტისთან ერთად ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო სატესტო რუსეთისთვის როგორ შეიძლება დაეტესტა მისი შესაძლებლობები სამხედრო თვალსაზრისით, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საინფორმაციო ომის მეთოდების თვალსაზრისით, ისეთივე სატესტო იყო 2007 წლის კიბერშეტევა ჩემი აზრით, მე ასე ვთვლი, ამიტომ ეს ჩემი სადოქტოროც ამ თემაზე არის, ამიტომ ასე ვთქვათ გარკვეულ ჩემი მოსაზრებები მაქვს ამასთან დაკავშირებით სატესტო რეჟიმში როგორ შეძლებდა პირველ რიგში ეს ჯერის პერიოდია როდესაც რუსეთი საკუთარ შესაძლებლობების დატესტვას ახორციელებს და არა მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს ცოტა მერე შემოვა როდესაც ის ცდილობს რომ დატესტოს მოწინააღმდეგე რამდენად მზად არის უპასუხოს მის ქმედებებს დატესტა საკუთარი შესაძლებლობები არ იყო მთლად წარუმატებელი, იმიტომ რომ თვითონ ესტონელები იხსენებენ, რომ ეს რაღაცა საოცარი ქაოსი შეიქმნა 2007 წელს, როდესაც მოხდა ეს შეტევა, იმიტომ რომ ესტონეთმა ციფრულ მართლობაზე გადასვლა დაიწყო გაცილებით ადრე, დაახლოებით სადღაც აი როგორც თვითონ ამბობენ 2002 წლიდან, 2000-იანების დასაწყისიდან, მოდი ასე ვთქვათ, რასაც რო არ შეგვეშალოს ზუსტი წელი, დაიწყო შესაბამისად უკვე საბანკო სისტემები ვთქვათ, აი როცა მიდიხარ ბანკომატთან და ვეღარ ატარებ უკვე თანხავ
ვერ გამოგაქვს და ესეთი ყოველდღიურ საჭიროებას, მილიონ ნახევრიან ქვეყანაში რომ მაგალითად 1000 ადამიანი ვერ ახორციელებს, ეს უკვე ქაოსის საბაბი არის, იმიტომ რომ მილიონ ნახევარი არც არის მილიონ ნახევარი პრინციპში, ეს ძალიან ესეთი შესამჩნევი არის. მალევე შეძლო ესტონეთმა, იმდენად იყო უკვე მომზადებული, ამიტომ ვთქვი მე თავიდანვე რომ ნატოში გაწევრიანებამ კი არ მისცა ესტონეთს, ანუ ის შესაძლებლობები და უბიძგა იმისკენ, რომ ეს შესაძლებლობები და მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეექმნათ, არამედ მანამდე თვითონ იყვნენ მზად ამისთვის და ამიტომ თვითონ იყვნენ სარგებელი ნატოსთვის და რატო? უკვე მზად იყო, მოახერხა გამოძიებას, დადგენა იმისა, რა ტიპის კიბერშეტევა იყო განხორციელებული, მარტივად გამოიძია, უკვე ეს სხვათა შორის არის ის პერიოდი 2007 წელი, როდესაც ესეთი ტერმინი როგორიც არის attributions ვეძახით და ამას ქვია ქართულად ესე უნდა ვთარგმნოთ სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის მიკუთვნება კიბერსივრცეში ეს ტერმინი არ არსებობს და არ გაჩნდება წლების შემდეგ ესტონეთმა ეს მოახერხა მაშინვე დაადგინა რომ ეს რუსეთიდან მომდინარეობდა ეს შეტევა და შესაბამისი ზომები მიიღო 2007 წლიდან მოყოლებული ხდება მისი როგორც ცალკეული სახელმწიფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერება ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერება იმ ფორმით რომ ის ხდება მოდელი სხვა სახელმწიფოებისთვის, სხვათა შორის საქართველოშიც ვცდილობთ რომ ეს მოდელი გადმოგვიყო, იმიტომ რომ ძალიან კარგი და ეფექტიანია. რას გულისხმობს ახლა ეს, როდესაც ერთი ცენტრალიზებული ორგანო ყავს, ახლა ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ეროვნული საფრთხეების საბჭო იყო, რომელსაც ცდილობა ჰქონდა რომ კოორდინაცია განეხორციელებინა ესტონეთში აღარ მახსოვს უბრალოდ ამ ორგანოს რა ქვია, მაგრამ იყო ესეთივე ორგანო, რომელიც ახორციელებს კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თავიანთ მიმართულებაზე კიბერუსაფრთხოების. ანუ ეს შეიძლება იყოს კიბერდანაშაული, შეიძლება იყოს კიბერთავდაცვა, რომელიც ყოველთვის არის უნიკალურად თავდაცვის სამინისტროსი და ამ ევროპის ესტონეთის და შემთხვევაში და სხვა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს ყველას არსებობს კიბერსარდლობის ცალკე კიბერსარდლობა არსებობს საქართველოში იყო ამაზე ბოლო წლებში საუბარი მაგრამ ვერ მოვიდა სისრულეში ვერ მოვიყვანეთ სამწუხაროდ კიბერსარდლობა ცალკე არსებობს რომელიც პასუხისმგებელია კიბერთავდაცვაზე არის მათ შორის თქვათ სტრატეგიული კომუნიკაციები რომელიც ასევე დაკავშირებულია ამ კიბერ უსაფრთხოების თემასთან იმიტომ ხარ რატო გვჭირდება ხო ვიღაცა იკითხავს სტრატეგიული კომუნიკაცია მარტო საინფორმაციო მზე არ არის კარგად მოგეხსენება ეს მაგალითად კიბერშეტევა რომ მოხდეს ისეთივე როგორც 2007 წელს მოხდა ესტონეთში გჭირდება სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და იგიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ნაწილია ამის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემა რომელიც ბევრს ავიზრდებოდა ესეთი ასე ვთქვათ მთლად ესტონეთის ნოუ-ჰაუ არ არის მაგრამ ყველაზე წარმატებული ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ისევ და ისევ ესტონეთი არის კიბერდიპლომატიის მიმართულება როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროც ხდება ისეთივე განუყოფელი 엘ემენტი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის როგორც სხვა სამინისტროები მაგალითად პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში რომ ესტონეთს ყავს ახლაც კიბერელჩი ცალკე ადამიანი რომელიც არის ესე ქვია კიდევაც კიბერელჩი აქვს ესტონეთს და კიდე რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს რომელიც არის პასუხისმგებელი ესტონეთის პოზიციონირებაზე საერთაშორისო ფორმატებში იქნება გაეროს ფორმატი, EU-ს ფორმატი, ნატოს ფორმატი, გააჩნია ორმხრივი მიმართულებით, გააჩნია ქვეყანა რა ფორმატებში მონაწილეობს. ჩვენც გქონდა სხვათა შორის მცდელობა 2023 წელს გავაკეთეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ მე გასაგები არის რაც მოხდა და როგორც მოხდა, არ ვიცი ხარ აბედიეცი ამ კიბერდიპლომატიის მიმართულებას. მოკლედ ისევ და ისევ ჩვენ რითაც დავიწყეთ ხო ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ესტონეთის მაგალითიც ვახსენეთ რომ ნებისმიერი პოლიტიკა რომელიც დაკავშირებული არის თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან ესტონეთში გულისხმობს მთელი საზოგადოების ჩართულობას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობას არ არის მხოლოდ ერთის პასუხისმგებლობა უნდა მოხდეს სწორი კოორდინაცია და სწორი უწყებათა შორისი თანამშრომლობა ამ კიბერუსაფრთხოებაზე ის გამომჩნდა რომ ეხსენებინა რომ არის ეს რეზერვისტები ხო ისედაც ვახსენეთ რომ ცალკე ყავთ რეზერვისტები ამ კიბერ მიმართულებით მაგრამ არის ასევე სამოქალაქო ჩართულობას ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ცალკე სააგენტო არის რომელიც ამაზე არის პასუხისმგებელი და ასევე კარგი რაც მნიშვნელოვანია ასევე კიბერუსაფრთხოებაში არის კარგი თანამშრომლობა კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმიტომ რომ ეს რატოა ეხლა მნიშვნელოვანი რომ ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტი ვერ იქნება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. ზოგიერთი მათგანი არის კერძო სექტორის დაქვემდებარებაში, მაგალითად სატელეფონო სისტემები, ხო, მობილური ოპერატორები და
თუ არ არსებობს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ამ კერძო სექტორს შორის, მაგ შემთხვევაში კიბერშეტევის დროს ვერ მოხდება სწორი კოორდინაცია, ამიტომ რომ ერთი არის მობილური ოპერატორი, თქვათ, კიბერშეტევა განხორციელდა მაქტიკომზე, რომ ნებისმიერ ჩვენ სილქნეზე არ აქვს ორი გვაქვს, ხო, განხორციელდეს კიბერშეტევა, ამას იქნება სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების თვის შედეგი ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ შეიქმნის ქაოსი, ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ვერ დაუკავშირდეთ, ნუ ჩათვალოთ რომ რაღაცა ასწავლი ხა ელემენტარული ინტერნეტი რო რაღაცა დროით შემაყოლმე, აქ იქნება ქაოსი და წარმოიდგინეთ, რომ ეს გაწყდეს კავშირი უცებ და უცაბედად, მაგ შემთხვევაში რა მოხდება და თუ სახელმწიფოს არ აქვს მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, მაგ შემთხვევაში ვერ მოხდება ამ შეტევაზე სწრაფი რეაგირება და ეს ესტონეთში ძალიან კარგად არის მოგვარებული და მოწესრიგებული და რო დაუბრუნდეთ ახლა ამ თემას, ხო, როდესაც ესე იგი ქვეყანა არის ესეთი მომზადებული ეროვნულ დონეზე და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესე იგი შენი მზადყოფნა უნდა იყოს ესე იგი სასარგებლო ალიანსისთვისაც, რა თქმა უნდა, ნატომ ეს ძალიან კარგად და ჯეროვნად გამოიყენა. ერთი უკვე ვახსენეთ ეს სრულყოფის ცენტრი, რომელიც არის ესტონეთში და ამის გარდა ესტონეთი არის ფაქტობრივად, აი როგორ ვთქვა, ლიდერი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ნატოში. მართალია, ნატო ამას ეძახის კიბერთავდაცვას, არის იქ საუბრები იმაზე, რომ კიბერუსაფრთხოება დაერქვას ამას და უფრო ფართო ის მოიცვას, თუმცა ნატოს შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც კიბერთავდაცვა არის და არის კონცენტრირებული თქვა სამხედრო მიმართულებაზე, თუმცა ესტონეთი არის ლიდერი და რატომ არის ლიდერი? იმიტომ რომ ანუ ექსპერტიზა იქნება, გამოცდილება იქნება, როგორ უნდა მოხდეს სისტემის მოგვარება, ასევე რაც ყველაზე მთავარია და მე შემთხვევით არ ვისაუბრე ამ მესამე მუხლზე, ხო, მედეგობის განუყოფელი ნაწილი არის ეს კიბერუსაფრთხოება ვაშინგტონის ხელშეკრულების მესამე მუხლის და კოლექტიური თავდაცვის. ესტონეთმა უკვე ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა ჩასვას ეს მედეგობის საერთო სისტემაში, რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას დაუგროვდა ეს გამოცდილება, არა მხოლოდ გამოცდილება, იმუშავა კარგად, ასე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი შეექმნა და ის არის იმაზე უფრო წინ, ვიდრე ევროპის კონტინენტზე, ნატოს ევროპელი წევრების ძალიან დიდი სახელმწიფოები, ანუ გაცილებით წინ არის მათზე და იქით თავაზობს გამოცდილებას და იქით უზიარებს გამოცდილებას იგივე წევრ ქვეყნებში. ამას ნატო ძალიან კარგად იყენებს საბედნიეროდ და რა ვიცი, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ამიტომ არის ეს ნებისმიერი ალიანსის წევრობა მათ შორის ნატოსი ამ შემთხვევაში ორმხრივია, ანუ ერთი არის შენ რას ხებულობ, მეორე არის შენ რას აძლევ და ნატომ კი არ ჩადო იმაში, რომ აი და მაინც ესტონეთს უნდა გაეკეთებინა, ეს ესტონეთმა თვითონ შეძლო ამ ყველაფრის გაკეთება და ახლა უკვე არის მთავარი, ასე ვთქვათ, ელემენტი ნატოს კიბერუსაფრთხოების სისტემის, ნუ ჯერჯერობით კიბერთავდაცვის სისტემა, რეალურად კიბერუსაფრთხოებაც იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ იპოვეს ნიშა, ეს ნიშა განავითარეს, ჩადეს ამაში ინვესტიცია, შექმნეს სპეციალიზაცია და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებს აწვდიან ამ ექსპერტულ მოსაზრებებს, აწყობილ სისტემებს, უზიარებენ თავის გამოცდილებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაახლოებით იგივე სიტუაციაა ლატვიაში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით არის სრულყოფის ცენტრი. მე მქონდა ბედნიერება, რომ მე მუშავა სრულყოფის ცენტრში, ვიყავი პირველი ქართველი, ვინც ჩვენი მხრიდან წავიდა. ძალიან საინტერესო ორგანიზაცია. Secondment-ის თემა იქონდა? Secondment-ის თემა მქონდა, კი ბატონო, და ძალიან საინტერესო ორგანიზაცია არის, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ. აქვთ ის უპირატესობა, რომ უშუალოდ ნატოს ცენტრალურ, ასე ვთქვათ, ვერტიკალში არდგანან და შეუძლიათ ისეთი რაღაცები ილაპარაკონ, რაც არ არის მაინდა-მაინც არ გამოიწვევს დიპლომატიურ, ასე ვთქვათ, პრობლემებს. შესაბამისად, გენერალური მდივნისგან განსხვავებით ცენტრს შეუძლია პირდაპირ დაასახელოს რუსეთი როგორც დამნაშავე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საინფორმაციო აქტივობებში და ამას ძალიან რეგულარულად აკეთებენ, ძალიან საინტერესო კვლევები აქვთ. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ იმ ჰიბრიდული მიმართულებების ფონზე, რა ჰიბრიდულ მიმართულებასაც რუსეთი იყენებს, ბალტიის ქვეყნებმა, რომლებიც სამივე ჯამში თითქმის საქართველოს მოსახლეობის ხელა არის, შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ ნუ სამ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი. სამმა ქვეყანამ იპოვეს თავისი ნიშა, ეს ნიშა განავითარეს და შექმნეს სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსთვის და იქით ეხმარებიან ნატოს, ანუ ეს მოლოდინი, რომ ჩვენ ნატოში ძალიან უჭირდებით და თან არაფერი არ გაქვს და მიგვიღებენ და მე მოგვივლიან და ესე არ ხდება გაწევრიანება.
მაგიტომ მინდოდა ბალტიის ქვეყნებზე საუბარი, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად უკეთეს სიტუაციაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ცოტა სხვანაირი არის. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურად მაშინ გაწევრიანებას სხვა კონტექსტი ჰქონდა. სხვათა შორის აი გამოგვჩა. არა, მათ შორის არა, სხვათა შორის აი კარგია რომ გამახსენეთ დიპლომატიური კონტექსტი, იმიტომ რომ უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში მაინც და მაინც არ იყო მზად არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროპა იმისათვის, რომ გაფართოების ახალი ტალღა დაეწყოთ და განსაკუთრებით ბალტიისპირეთის მიმართულებით, იმიტომ რომ ეს მუდმივად ეს დასავლეთის შიშები რუსეთის არ გაღიზიანებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ რაც ვერ მოვიშორეთ და ეხლა თან მით უმეტეს ეს მაშინ უნდა მეხსენებ, მინდა გამომჩა ელცინის თემაზე რომ ვისაუბრეთ, როდესაც მოლოდინია რომ რუსეთის დემოკრატიზაცია და მთელი ამბები დახლის სისხლი, ამ დროს არ უნდათ რომ თქვათ რაღაცა კიდევ უფრო კი ბატონო გააღიზიანონ თუ რაღაცა ასეთი და უნდათ რომ რაღაცა კეთილსინდისიერი პარტნიორობა შეინარჩუნონ და ეს ამ ძალისხმების დაძლებაც მოუწია მათ შორის სხვათა შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეხლა აი გაგიკვირდებოდა და სხვათა შორის აი მე მგონი ჩემ ნაშრომში მაქვს ნახსენები თუ არ ვცდები, მე მგონი კენანიც კი, აი ცნობილი ჩვენი ჯორჯ კენანი, ან ტელეგრამის ავტორი, ტელეგრამ არა თქო მაგას, მოკლედ ჯორჯ კენანი ვთქვათ. ჯორჯ კენანიც კი არ იყო მაინც და მაინც მომხრე ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების ნატოში. ეს ისეთია რა, ანუ ცნობილი ამბავია და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ამ გარემოს დაძლევაც მოუხდა და ამიტომაც არის მათი გამოსცემლობა საინტერესო, რომელიც შეიძლება საქართველოს გაიზიაროს. ხო, საინტერესო ფაქტორია, მაშინ მაინდა ნატო ტრანსფორმაციის პროცესში იყო, მაშინ საბჭოთა კავშირი ყველაზე დიდი საფრთხე. ეძებდა თავის იდენტობას, რომ რა უნდა გამქრალი იყო და დასავლეთ ევროპაში საერთოდ აღარ აღიქონდნენ რუსეთს საფრთხედ, იმედი ჰქონდათ, რომ დემოკრატიის მიმართულებით წავიდოდა და ასე კი მესმის ეს ძალიან რთული დიპლომატიური ის იქნება. კონტექსტი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი არ იყო ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, მათ არ აქვთ ეს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის სამხედრო ბაზები გვაქვს ჩვენ ტერიტორიაზე თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით და ეს საერთოდ სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებას ქმნის, განსაკუთრებით ნატოსთვისაც, ანუ პრობლემები არის, გადაუჭრელი არაფერი არ არის, შესაძლებელია რომ რაღაც მიმართულებებით განვითარდე და არ არის აუცილებელი. ეს არ ნიშნავს, რომ როდესაც შენ სისტემას აუმჯობესებ და ნატოს სტანდარტში მოყავს, არ ნიშნავს, რომ ამომავალი წერტილი ნატოს წევრობა. ეს მაინც სასარგებლო არის შენი უსაფრთხოებისთვის და ის ელემენტები, რაც უნდა გაითვალისწინო, დაეხმარება საქართველოს, რომ უფრო უსაფრთხო იყოს, უფრო დაცული იყოს, უფრო ეფექტური იყოს და ნატოს წევრობა არ წევრობა უკვე შეიძლება ითქვას აი ამ პროცესში შეიძლება მეორე ხარისხოვანი თემაც იყოს თუ შენ უსაფრთხოდ იგრძნო თავს. ხო, იცი რა არის, მეორე ხარისხოვანს არ ვიტყოდი, უბრალოდ აქ ხო აი ეს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, უბრალოდ აქ არის მართლა ძალიან კომპლექსური საკითხი და ამიტომაც არის რუსული საინფორმაციო მანქანა კარგად თამაშობს ამ საკითხებით, რომ ეხა ჩვენ აქ იმდენი ვისაუბრებთ თვითმყოფადობაზე, ასე ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივხვდეთ საკუთარ თავს და გავაძლევოთ ჩვენი თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება და ეხა ვიღაცა იტყვის, რომ ნუ მაშინ ნატო რაღაც გჭირდება. რატო გჭირდება და ესეთი მცირე სახელმწიფოების, როგორც არის საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყოველთვის ჯობია რომ შენ იყო დაცული ალიანსის, ანუ კოლექტიური თავდაცვის ქვეშ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მაგალითად როდესაც მოემზადებით, აი მაგალითად ეს არ უნდა იყოს ქართული მიდგომა, აი ქართულ სტუდენტებს აქვთ მაგალითად, ეხლა შენც ასწავლი და მეც და ხშირად არის ხოლმე ესეთი მიდგომა, რომ აი ქულის გულისთვის რაღაცა აი ქულა არის მნიშვნელოვანი. აი მაგალითად რომ ჩვენ პროცესი გვაქვს ხო ეხლა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების და გვაქვს რაღაცა მოთხოვნები. ნუ გასაგებია რომ ევროკავშირისგან განსხვავებით ნატოს სხვათა შორის არ აქვს ესე ოფიციალური მოთხოვნები. უბრალოდ იცი რომ შენ რაღაცა სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო და ეს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილო. ვიცით ყველა მე ხა ვინც მუშაობდა, ჩემზე მეტი აქვს გამოცდილება ხალხს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე მუშაობის და მაგალითად შეასრულე გაწევრიანდი და მან დამთავრდა. აი ეგ უნდა გვესმოდეს რომ მან დამთავრდება. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ეს პროცესი გრძელდება და მუდმივად უნდა იყოს გაუმჯობესება, მუდმივად. ეხლა ქვეყანას რომელსაც აქვს სურვილი რომ გაწევრიანდეს ნატოში, თავდაცვის მინიმუმ ეხლა იმიტომ რომ ნატოში გაწევრიანება ხომ არ არის მხოლოდ სამხედრო მიმართულება, ხო? ნატო არის პოლიტიკურ სამხედრო ალიანსი, მაგრამ თავარი მაინც ასპექტი თავდაცვა თავის თავცხადია თავდაცვის მიმართულება სამხედრო მიმართულება. შენ როდესაც ნატოში გინდა გაწევრიანება და ყოველ წელს ბიუჯეტს ამცირებ, მაშინ როდესაც ნატო ცდის თავის სამხედრო ბიუჯეტს და ვალდებულებას აძლევს წევრ ქვეყნებს რომ გაზარდოს ბიუჯეტი,
ამ შემთხვევაში მაშინ რაზეა საუბარი რა მესიჯს აძლევ შენ ალიანსს რომ რა გინდა რომ შენ რაღაცა მინიმალური ძალისხმევით გინდა რომ ვიღაცამ შენი საქმე გააკეთოს როდესაც აქ გაქვს ოკუპირებული ტერიტორიები აქ გაქვს მუდმივი რუსეთის საფრთხე და მაშინ როდესაც აქვთ ეგერ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი სადაც დღესაც კი როდესაც 2% ახლობით 2% არის ნატოს მოთხოვნა სამხედრო ბიუჯეტის ყოფნის GDP-სთან მიმართებაში მიშოპასთან მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბალტიისპირეთის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის მოცემულობა 4% დაახლოებით საშუალოდ და გეგმა აქვს რომ 2026 წლამდე როდესაც ნატომ ეხლა ხო დააწესა 5%-იანი ეს რა ქვია ნიშნული ამ სამხედრო ბიუჯეტის მთლიან შიდა პროდუქტთან მოცემულობაში მათ მიზნად დაისახოს რომ 6%-ამდე გაიზარდოს ესტონეთი და ლიტვა იყო განსაკუთრებით. Ну, აი ესეთ მოცემულობაში შეიძლება ამცირებ სამხედრო ბიუჯეტს, მაგ შემთხვევაში ძალიან არასწორი მესიჯი არის და შენთვის, ну, ჯერ ხო შენთვის ვეცურ ცუდი რო არის გასაგებია, რომ მაშინ რა არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და როდესაც მის ტერიტორიაზე 1000-ობით რუსი სამხედრო დგას. არის რუსეთის სამხედრო ბაზები. კი, ბევრი ამბობს ხოთაშორის, რომ აი სომხეთთან რო ადარებდნენ, ჩვენო გიუმრის ბაზას რო ადარებდნენ, ჩვენ ახლა ბაზები რო კი ბატონო, ბაზა აღარ გვაქვს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე, მაგრამ არაკონტროლირება ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი ტერიტორია არის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზები გვაქვს, სამხედრო ყოფნა. ასეთ პირობებში მყოფი ქვეყანა, როდესაც ამცირებს სამხედრო ბიუჯეტს, მაშინ მისი პრიორიტეტი რა არის? ხან კითხვა ისმის. ჩვენი მხრიდანაც მოქალაქეების მხრიდანაც უნდა ისმოდეს წესით და ისმის ასევე შენი პარტნიორების მხრიდანაც, რომელმაც სხვათა შორის ძალიან ბევრი ჩადეს ქვეყნის განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვითი უსაფრთხოების სექტორში. კი ბატონო. უბრალოდ გამომარტავ მე რას გულისხმობდი, რომ ანუ მეორე ხარისხოვანში გულისხმობდი იმ ადამიანების არგუმენტს, რომ ჩვენ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ და საერთოდ არ არის ეს პროცესი საჭირო. იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს გასაგები, რომ ეს სტანდარტები, რაზეც არის მითითებები, რაც წერია და რაც უნდა დააკმაყოფილო, არ არის მაინდა-მაინც მარტო მხოლოდ დამაკმაყოფილებელი ნატოს წევრობისთვის, ეს სახელმწიფოსთვის არის კარგი და სახელმწიფოს უსაფრთხოება უფრო გამართული იქნება თუ ამას დააკმაყოფილებ. და თუ არ გჯერა რომ გაწევრიანდები, მაინც კარგი არის და მაინც უნდა გააკეთო. ამიტომ ამ მიდგომით უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც ჯერათ რომ ანუ ვიღაცა კიდე ერთი არის, მან ბოდიში თემას სულ დავუხვევთ, მაგრამ კიდე ერთი არის, რომ გონიათ რომ ვიღაცა თავს გახვევს, ანუ რაღაცას ეს ასევე ისევ და ისევ რუსული საინფორმაციო მეთოდების ნაწილი არის, არავინ არაფერს არ შეგეხვეწება და არავინ არაფერს არ გაიძულებს, ეს არის გამორიცხული, თითქმის გამორიცხული არის, თუ ისევ არ არის რევიზიონისტული ძალა ისეთი როგორც რუსეთია, რომელსაც უნდა რომ გაიძულოს რაღაცა. ნატო ამ შემთხვევაში შემიძლია თამამოთქვა, რომ არაფერს არ გაიძულებს, პირიქით, თუ შენ არ ხარ აქტიურად, თუ არ ანგრევ მის კარებს, მოდი უხეშად რო ვთქვათ, მაგ შემთხვევაში აქვს სხვა ალტერნატივები და საერთოდ არ ჭირდება შენი თავის ტკივილი შენი სახით, შენ უნდა შესთავაზო შენი თავი, როგორც უსაფრთხოების მიმწოდებელი, როგორც საერთო საიმედო პარტნიორი და როგორც აჩვენო, რომ შენ ხარ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი, ოღონდ განუყოფელი ნაწილი არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც კი. მოდი, ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკურ მოვლენების ქარცეცხლში ვცხოვრობთ, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული და ამას რა თქმა უნდა გავლენა ჰქონდა ბალტიის ქვეყნებზე, გავლენა ჰქონდა ზოგადად ნატოზე და მოდი ამაზე მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მოცემულობა არის ძალიან ესეთი აქსიომად არის უკვე მიღებული, რომ საქართველო, უკრაინა და შემდეგ ბალტიის ქვეყნები ეს რუსეთის დაუწერელი გეგმა შეიძლება დაწერილიც, მაგრამ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. 2022 წელს, როდესაც უკრაინაში მოხდა შეჭრა, ეს იყო რუსეთის მხრიდან განაცხადი და ძალიან ბევრი მე მაქვს ურთიერთობა ლიტვაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ლატვიაში ადამიანებთან, რომლებიც არიან ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში, მათ შორის საჯარო სამსახურშიც ძალიან დიდი მოლოდინი არის, რომ რუსეთი ამაზე არ გაჩერდება და ბალტიის ქვეყნები იქნება შემდეგი. ამა თუ იმ ფორმით. შესაბამისად, ეს განწყობა, როდესაც არის სახელმწიფოში, მთავრობაც ხედავს ამას, ნატოც ხედავს ამას, რა შეიცვალა 2022 წლის შემდეგ
ნატოს მიდგომებში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების მიმართულებით. ჩემი აზრით თვითონ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით განსაკუთრებით არაფერი არ შეცვლილა და რატო? იმიტომ რომ როგორც თავიდანვე ვახსენე, ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველთვის არიან მზად ომისთვის, მათ ეს ფილოსოფია დააქვთ გვექცეული, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რუსეთმა რაღაცა პროვოკაცია ან იგივე სამხედრო შეჭრა განახორციელოს მათ ტერიტორიაზე. ბალტიისპირეთის მიმართულებით განსაკუთრებით არაფერი არ შეცვლილა, ამ მიდგომის თვალსაზრისით გულისხმობ თავისთავად ცხადი არის, მაგრამ ნატოს მხრიდან მას ისევ და ისევ მოუწია რომ ესე იგი პასუხი გაეცა რუსეთის აქტივობებზე. კონკრეტულად აქ გულისხმობა მაგალითად ძალიან სერიოზული ფაქტები იყო, როდესაც რუსეთმა დაიწყო საბოტაჟის აქტივობები, ამასაც კონტექსტუალურად რომ მივყვეთ, ამას აქვს თავისი ახსნა და მნიშვნელოვანია რომ ავხსნათ, შევეცდები მოკლედ ავხსნა. 2022 წელს, როგორც შენ აღნიშნე, არავინ არ ელოდა რომ კიევი გაძლებდა, უკრაინა გაძლებდა და ეს ომი გაგრძელდებოდა იმაზე მეტხანს, ვიდრე პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ეს უკვე ოფიციალური მონაცემები არის. შესაბამისად, არც რუსეთი არ ელოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რუსეთიც არ ელოდა და მეც სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ტრამპამდე ხა ტრამპის საერთოდ განსხვავებული მოცემულობაა, ცხადია, ადმინისტრაცია იქნება სათავეში დემოკრატიული პარტიის მხრიდან თუ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, მათი მიდგომები, ესე იყო ხოლმე ისტორიულად, განსხვავდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ, ცხადია, ამას აქვს თავისი ახსნა. აქედან გამომდინარე ბაიდენის ადმინისტრაციიდან, მე მას აღვქვამდი როგორც ობამას ადმინისტრაციის გაგრძელებას, იმიტომ რომ სალივანი, რომელიც იყო მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ასევე მენტონი ბლინკენი, რომელიც იყო სახელმწიფო მდივანი, მოდიან იმ ადმინისტრაციიდან, უბრალოდ მაშინ არ ეკავათ ეს ლიდერობის პოზიციები, იყვნენ მოადგილეები და ასე შემდეგ. ხა შორს რო არ წავიდეთ. ამიტომ ველოდი დაახლოებით ისეთივე რეაქციას, როგორიც ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომში, ეგ ბევრი ამბობს ბუში იყო, მაგრამ ბუში უკვე ტრანზიციულ პერიოდში იყო ობამასთან მიმართებაში და ობამა მოგვისწრო, ასე ვთქვათ, და უფრო უარესი 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს რა რეაქციაც ჰქონდა დასავლეთს არც თუ ისე სახარბელოს. საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა და ბაიდენის ადმინისტრაცია მოახერხა და ამას მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ ხელი შეუწყო იმანაც, რომ გერმანიაში იცვლება მთავრობა და მოდი შოლცი თავისი ცაიდან ვენდეთი, თუ სწორად ვამბობ გერმანულად, ყოველ შემთხვევაში მერკელი აღარ არის და მოდის ოლაფ შოლცი და კი ბატონო, გარდამტეხი მომენტი, ასე ვთქვათ, გაუმართლა უკრაინას და ტრანსატლანტიკურ ერთობასაც, მოდი ასე ვთქვათ, და მოახერხა დასავლეთის ისე იმგვარი კონსოლიდაცია, რომ მათ დაიჭირეს ერთიანი და განუყოფელი პოზიცია უკრაინის საკითხთან მიმართებაში, რაც გამოიხატა სანქციების დაწესებაში, სხვადასხვა შემზღუდავი ზომების დაწესებაში, სამხედრო დახმარება ცოტა მეერე წამოვიდა უკვე მე საკითხი. და ასე შემდეგ შორს რო არ წავდეთ. ახლა რას ნიშნავდა ეს რუსეთისთვის? რუსეთი მოექცა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში. ახლა სრულ იზოლაციას რას ვეძახი მე? იზოლაცია ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ ჭირდება განსაკუთრებული ნებართვა იმისათვის, რომ შენი საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწროს გაეროს სხდომას ნიუ-იორკში, ან მაგალითად არ გიშვებს ქვეყანა, როდესაც შენ ხარ EUTOS წევრი და EUTOS მინისტერიალები იმართება ხოლმე სხვადასხვა საგარეო მინისტერიალები სხვადასხვა ქვეყნებში. ზოგიერთმა ქვეყანამ მაშინ იყო ესეთი 1-2 შემთხვევა მახსოვს, თუ სწორად ვამბობ, როდესაც ლავროვს არ ქონდა უფლება, რომ ის ჩასულიყო იმ ქვეყანაში და დასწრებოდა. ეს არის იზოლაცია, ხო, რუსეთისთვის ამაზე უფრო დიდი შეურაცხყოფა და დამცირება ხო შეუძლებელია არსებობდეს, ეს ძალიან კარგი იყო. და ამას დაემთხვა ასევე დიპლომატიური მისიების საგრძნობის შემცირება ევროპის ტერიტორიაზე და ჩვენ ვიცით ყველა ძალიან კარგად ვინც ჩახეთული ვართ ამ საკითხში, რომ რუსეთის საელჩოები ძირითადად არის დაკომპლექტებული დაზვერვის აგენტებით. დაზვერვის აგენტების შემცირება გამოიწვია ფაქტობრივად ამ ფაქტორმა, ეს ნიშნავს ამას არა დიპლომატების შემცირება, არამედ დაზვერვის აგენტების, რაც ნიშნავს იმას, რომ შენი ადგილზე შენი წარმომადგენლობითობა დაზვერვის თვალსაზრისით შემცირებულია და შესუსტებულია. ამიტომ შენ ნაკლებად ღებულობ ინფორმაციას დედაქალაქში და არ გაქვს პირდაპირ მიწოდება და ასევე ხარ შეზღუდული შენს აქტივობებში, რაც შეიძლება განახორციელო ევროპის მასშტაბით. ამის აქედან გამომდინარე რუსეთი იწყებს მიმართავს ალტერნატიულ ხერხს, როდესაც იწყება სხვადასხვა ტიპის საბოტაჟის აქტივობები, სხვადასხვა ტიპის იგივე ეს ბირთვული დაშინების საკითხიც მაშინ აქტიურდება და 23-24 წელი არის ყველაზე კრიტიკული, იმიტომ რომ ეს არის წელი, როდესაც უკრაინა იმდენად იკრებს ძალას, რომ გადის უკვე კონტრშეტევაზე, ეს დაანონსებული კონტრშეტევა, როდესაც არის, რუსეთს უკვე ძალიან უჭირს, ხდება 23-24 წლიდან.
და ამ პერიოდში აი ეს ცნობილი DHL-ის შემთხვევა, როცა იყო ლამის თვითმფრინავის უნდა რა ეფეთქებინათ, ასევე პოტენციური თავდასხმა Rheinmetall-ის ხელმძღვანელს Rheinmetall-ი ეს არის სამხედრო კომპანია გერმანიაში, აუდიტორიას რო უხსნათ, Rheinmetall იგივეა რაც Lockheed Martin ამერიკაში და აქ უკვე ხდება ის პერიოდია, როდესაც Lockheed Martin-ს და Rheinmetall-ს უნდა გაეფორმებინათ ერთმანეთთან თანამშრომლობის შეთანხმება, თორსები გააფორმეს კიდევ და ამ დროს უნდა რომ ლიკვიდაცია მოეხდინათ ამ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის და კიდევ ბევრი სხვადასხვა აქტივობა იქ რაღაცა ცეცხლით გაჩინა სხვადასხვა მაგალითად ჩეხეთში და ასე შემდეგ. და მივდივართ აი ამ წყალქვეშა კაბელების საქმეზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ბალტიის ზღვაში გავიგეთ რომ მოხდა საბოტაჟის აქტი იყო, როდესაც მოხდა ამ კაბელების გადაჭრა და ამის საპასუხოდ ნატომ ესე იგი ბალტიის მცველი ახალი ინიციატივა მიავლინა საზღვაო ტიპის ინიციატივა, რომელიც ანუ ხელს უწყობს საზღვაო პატრულირებას ბალტიის ზღვაში და უფრო მეტ დამატებით ასე ვთქვათ გაძლიერებას ბალტიისპირეთის ქვეყნების და მათ შორის უკვე ამ პერიოდში უკვე შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ნატოს წევრები და მათ ერთობლივ გაძლიერებას, თუმცა აქ კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესოა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დაზიანება იყო ძალიან სერიოზული, როგორც ჩვენ ხა ღია წყაროებიდან რაც შეგვეძლო რომ წაგვეკითხა, არც ერთ ეტაპზე ამას არ გამოუწვევია ყოველდღიური საქმიანობის შეჩერება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ან ფინეთში, ან შვედეთში. ხო, ახლო უფრო მეტად ფინეთს და ესტონეთს ეხებოდა მართალია, მაგრამ მოდი ვთქვათ მაშინ, ფინეთში და ესტონეთში იმდენად მომზადებული არის ეს ქვეყნები ასეთი ტიპის კრიზისებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული შეტევა, ესე ძალიან მარტივად ჩაიარა, არანაირი რეზონანსი არ მოყოლიას, რომ უბრალოდ მედიაში მოყვა ამას რეზონანსი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე იყო სერიოზული აქტი, როდესაც არის ფაქტობრივად ეხა გააჩნია როგორ შეფასებას მისცემთ, რომ შეიძლება უკვე შეაფასო რაღაცა შეერაღებულ შეტევად თუ არა რაღაცა ტიპის შეტევად მაინც, როდესაც ის არის შეერაღებულ შეტევამდე მოცემულობაში დარჩენილი, შეიძლება უფრო ხისტი ზომა მიიღო, ხო, გააჩნია როგორ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ძალიან მშვიდად წყნარად ჩაიარა, იმიტომ რომ არ მოყოლია ქაოსი და პანიკა ესტონეთში და ფინეთში, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები ამისთვის მზად არიან. ხო, თქვენ წარმოიდგინეთ, მე მათ შორის ერთი პუბლიკაციას მაქვს შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელებზე და ერთი მაინც რო დაზიანდეს, აი არც მინდა რომ წარმოვიდგინო რა შეიძლება საქართველოში მოხდეს. ასეთი რაღაცა მანდ არ მომხდარა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს 2022 წელს ასევე ამ ვისაუბრეთ კიდევაც ამ თემაზე პრინციპში და ძალიან მოკლედ გავაგზავნებ ეს enhanced forward presence რაც ვახსენეთ, ხო? აი ეს მოწინავე ყოფნა გაფართოვდა შავი ზღვის მიმართულებით, იმიტომ რომ შავი ზღვაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ნატოსთვის. იმიტომ რომ შავ ზღვაში ახლა ჩვენ გვაქვს ისეთი მოსემულობა, ეს ხშირად გვავიზდება რომ აქტიური საომარი მოქმედებებია, ახლა ეს გონია რომ სადღაც ჩორს არის, მაგრამ აქვე არის აქტიური საომარი მოქმედებები, იქ რამ ხშირად ხდება თქვათ ეს მართალია ბოლო ფაქტი დრონი როდესაც დრონით შეტევა რო იყო დასახლებულ კორპუსზე, ეს მართალია მე მგონია რომ შეგნებული იყო, მაგრამ იყო შემთხვევები, იგივე რუმინეთის და ბულგარეთის უფრო რუმინეთი, რადგან უფრო იქით არის შემთხვევაში გეოგრაფიულად, როცა შემთხვევით დრონი შეფრინება ან რაღაცა ისეთი აი არის ახლა ამას ვერ მაუგლი გვერდს, შესაბამისად გჭირდება უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტად გაძლიერება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ნატოს, თქვათ, მიდგომები მაინც ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ შევაფასოთ სიტუაცია, მაინც ვერ არის ისეთი სწრაფი, როგორიც უნდა იყოს ამ აქტიური საბოტაჟის და აქტიური დესტაბილიზაციის ოპერაციების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს ხორციელდება რუსეთის მხრიდან ევროპაში და ჩემი აზრით სამწუხაროდ ამას აფერხებს ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის ნატოში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნატო არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია და როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად საყრდენია, ხო, ნატოსთვის ახლა ჩვენ რაც არ უნდა სხვანაირად მიუდგეთ ამას, ეს ასე არის, ხო? იგივე ბირთვული თვალსაზრისით ის კი გასაგებია ნატოს წევრი სხვა ქვეყნებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, მაგრამ ამერიკის გაფართოებული შეკავება უზრუნველყოფდა წლების განმავლობაში ევროპის თავდაცვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და როდესაც ამერიკა ფაქტობრივად გაურკვეველ პოზიციაში არის, ხო, ანუ ჩვენ არ ვიცით ამერიკის პოზიცია არის ცოტა ჩამოუყალიბებელი ევროპის უსაფრთხოების მიმართ და ზოგადად რა როლი ექნება მას, ხო, ევროპულ უსაფრთხოებაში, იმ უსაფრთხოებაში, რომელიც ახლა ყალიბდება, ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით აი ნატოს
შენელებული მოქმედება მიმართულებით სწორედ აქედან გამომდინარეობს, თუმცა მე მაინც ველოდები, რომ ეს სამიტი, რომელიც ახლა მოდის, რომელიც ანკარაში გაიმართება ეს სამიტი, ამ სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ჩემი აზრით, შეიძლება მივწდები და საერთოდ არაფერი არ მოხდეს, ხდება ხოლმე სამიტების ხო. კი ბატონო, სამიტების წინ გვაქვს ხოლმე სხვა მოლოდინი და მე სხვა არის, ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი არის, 2-3 წელი მაინც არის ესეთი არაპროგნოზირებადობა, მაგრამ მე მაინც გონია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით ნატოს მხრიდან, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი რაღაცა ზომა მაინც უნდა მიიღონ და ასევე შეიძლება რაღაცა ეტაპზე ძალიან რთული იქნება, მაგრამ რაღაცა ეტაპზე შეიძლება რაღაცა შავი ზღვასთან დაკავშირებითაც იყოს. არ ვარ დარწმუნებული შავი ზღვაზე, სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ უბრალოდ რაღაცა მაინც მგონია, რომ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება იყოს, იმიტომ რომ მაინც ანკარაში ტარდება და თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო. კი, აი ესე მგონია, ნუ აი ეს ერთი მხრივ არის რაღაცა ძვრები, ბალტიისპირის ქვეყნებს არ ეხება, ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, მათთვის არაფერი არ, უბრალოდ ცოტა ტემპერატურა მოიმატა დაძაბულობის, ალბათ, ჩემი აზრით, თორე ესენი სულ მზად იყვნენ. ასევე იმასაც მინდა რომ გავცე პასუხი მოკითხვას და ვახსენე კიდევაც, მაგრამ გავიმეორებ, რომ მე ვთვლი, რომ რუსეთის მხრიდან ნატოზე პირდაპირ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირ სამხედრო აგრესია თითქმის გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ თითქმის შეუძლებელი არის, იმიტომ რომ იმ ვითარებაში, რა ვითარებაში ახლა რუსეთი არის, მისთვის კიდევ ერთი ფრონტის, ახლა წარმოგიდგენიათ, კიდევ ერთი ფრონტის, რომელიც პოტენციურად გამოიწვევს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედებას, იყოს მომგებიანი ან რაიმე შედეგის მომტანი იმ რუსეთისთვის, რა რუსეთის დღეს გვაქვს, რომელიც არის ეკონომიკურად დასუსტებული, რომელსაც ომი საკუთარ სახლებში მიუტანა ზელენსკიმ და უკრაინულმა არმიამ, ასეთი რუსეთისთვის ჩემი აზრით არ არის სასახარბიელო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გააგრძელებს პროვოკაციულ აქტივობებს, საბოტაჟის აქტივობებს ევროპის მასშტაბით, რატო? იმიტომ რომ უფრო იაფი არის, ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს და რაც ყველაზე მთავარი არის მთელი ჰიბრიდული საფრთხეების ზოგადად ასეთი ოპერაციების ხიბლი არის ასეთი რევიზიონისტული და მავნე ძალებისთვის ის, რომ პასუხისმგებლობის მიკუთვნების საკითხი ნაკლებად დგება რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია დაადგინო ვინ დგას ამ კონკრეტული რაღაცა აქტივობის უკან გასაგები ახლა ყველა ვიცით მიახლოებით, მაგრამ მტკიცებულებაც სხვა საკითხი არის, რომელიც გჭირდება რომ დაადგინო და ნუ მე ესე ვთვლი რა, ანუ ეს დიდი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს რუსეთში შეუტევს აუცილებლად, ნუ ჩემთვის ნაკლებად სავარაუდო არის, მაინც ესე ვთვლი. კი, ისიც ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგას, ანუ დონალდ ტრამპი თავის სტრატეგიული კომუნიკაციებით არ გამოვიდო და ასპარეზა და არ შექმნიდა იმ შთაბეჭდილებას, რომ შეიძლება რუსეთი შეიჭრას სადღაც და მე ამერიკამ თქვას, რომ ეგ თქვენი ომი არის, მე არაფერ შუაში არ ვარ. რაზეც უკრაინაზე უთხრა, ირანშიც გააკეთა დაახლოებით იგივე, მოხდა ირანზე თავდასხმა, არ აქვს მნიშვნელობა რამე ის იყო სწორი იყო არ იყო სწორი, ბოლოს თქვა რომ გვერდში ნატო არ დამიდგა და ამიტომ ნატოსთან ურთიერთობას გადავხედავთ. ანუ ეს არ იდგა დღის წესრიგში. აქამდე ეხლა დგას და ეს ქმნის გარკვეულწილად ნატოსთვის საშიშროებას, რომ ის ნარატივი 100%-იანი ხარდაჭერა და შეგრძნება არ არის იმისი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპის მხარს დაიჭერს ასეთ შემთხვევაში. აი ეს არის პრობლემა. დანარჩენი რუსები არ არიან გიჟები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობენ, რომ არა პროგნოზირებადები გამოჩნდნენ, ძალიან პროგნოზირებადები არიან ხშირ შემთხვევაში და ძალიან კარგად იციან, რომ არტიკლი 5-ის გააქტიურება იქნება კატასტროფა და არ უგით დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნუ კი, მაგიტომაც მან ერთი საინტერესო ის არის, რომ სწორედ ამ ყოლაფრის გამო, იმიტომ რომ ეს მე იზოლაცია რო ვახსენე, პრინციპში ვლადიმერ პუტინის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლების იზოლაცია მოხდა ალასკის სამიტმა. ანუ მანამდე პუტინი ვერ დადიოდა ესე თავისუფლად ვერსად და უფრო უკცებ აღმოჩნდა, რომ წითელი ხალიჩი ხდებიან. ვერც ბრიქსის სამიტზე მოახერხა სამხრეთ აფრიკაში ჩასვლა, სადაც უთხრეს, რომ შეიძლება დაჭერა მოგვიწევს და შემდეგ
სახის შენარჩუნების დიახ. მხრივ ონლაინ ჩაერთო. და დიახ და აი მე ვფიქრობ რომ სწორედ რუსეთი რასაც ახლა ტესტავს აი ეს უნდა მაშინ რო თქვი ტესტზე ვახსენებ მეთქი მაშინ ტესტავდა 2007-2008 წელს თუ ტესტავდა საკუთარ შესაძლებლობებს ახლა ტესტავს ნატოს და მოკავშირეების შესაძლებლობებს ჩემი აზრით რა მიმართულებით ერთი რამდენად მყარია ტრანსატლანტიკური ერთობა და რა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია განსაკუთრებით ნებისმიერ ასეთ აქტთან დაკავშირებით და მეორე როგორც ჩვენ ვიცით ისე იცის და ალბათ უფრო მეტიც სავარაუდოდ რუსეთმა რომ ნატოს აქვს ესეთი დათქმა გაკეთებული და აქვს ჩანაწერი გაკეთებული რომ ჰიბრიდული საფრთხის და კიბერ შეტევის საფასუხოდ შეიძლება ამოქმედდეს მეხუთე მუხლი. ჩვენ ვხედავთ ერთი კიბერშეტევა რომელიც განხორციელდა ალბანეთის წინააღმდეგ რომელიც ერთად იყო რუსეთის განხორციელებული და იყო განხორციელებული ირანის მხრიდან როგორც დადგინდა მის წინააღმდეგ მოხდა მხოლოდ მეოთხე მუხლის ამოქმედება და არნაირი ქმედება არ მოყოლია. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა აქტივობებს რუსეთი რასაც ახორციელებს და არის ბუნდოვანება იქმნება. ეხა საკითხში შეიძლება ახლა მოსახლეობა ესე არ არის შეხედული ამ ყველაფერს, ახლა გულისხმობ ევროპის წევრი ქვეყნების მოსახლეობა, მაგრამ ნატოს ევროპელი წევრების მოსახლეობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა რომ რუსეთის აქტივობებმა რომელიც შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ჰიბრიდული საფრთხის შეტევა, რომელიც ესე წერია hybrid attack, ანუ ესეთი განმარტება არის თუ არ მოხდა ამის კლასიფიცირება და არ მოხდა შესაბამისი პასუხის შემოშორება, არ იგულისხმება აქ მაინც და მაინც მეხუთე მუხლის ამოქმედება, იმიტომ რომ უკვე ძალიან ხისტი იქნება და ეხლა მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ზედმეტი არ გააჩნია, მაგრამ ის რომ მაგალითად რუმინეთის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლს დრონით უტევს რუსეთი და ამაზე არის განცხადება, რეაგირება არის მხოლოდ განცხადება, ჩემი აზრით არ არის მაინც კარგი. ვიმედოვნებ რომ მხოლოდ განცხადებით იმიტომ შემოიფარგლებიან რომ ჯერჯერობით არის დარჩენილი რაღაცა რამდენიმე დღე, 7-8 ივლისს არის ნატოს სამიტი და მან იმედია რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ამ მიმართულებით. სხვა შემთხვევაში ჯერჯერობით რუსეთი ვფიქრობ რომ კარგად აჩვენებს რამდენად მოუმზადებელი არის ამ ტიპის საფრთხეების მიმართ კოლექტიური შეკავების პრინციპით უპასუხოს შეკავების, ანუ არა თავდაცვის და არამედ რაღაც სამხედრო რეაგირების, არამედ კოლექტიური შეკავების პრინციპით, როცა ყველა ერთიანად რაღაცა შეკავების თემაში არის ჩართული ასეთი ტიპის საფრთხეების მიმართ გულისხმობ ისევ და ისევ ეს პროვოკაციულ აქტივობებს. ბუნებრივია ეს არ ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომ ისინი თავისთვის მე ვფიქრობ კარგად არიან და კარგად დაცულად არიან, რამდენადაც შესაძლებელი არის. კი ბატონო, მოდი შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი და საქართველოსთვის გამოვიტანოთ დასკვნები და რეკომენდაციები. რა შეიძლება ჩვენ გავითვალისწინოთ ბალტიის გამოცდილებიდან, რომ ერთის მხრივ გამოგვადგეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და მეორეს მხრივ გამოგვადგეს ეროვნული უსაფრთხოების გამტკიცების გზაზე. პირველ რიგში ორივე შემთხვევაში გამოგვადგება და აუცილებელი არის, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ რაღაცნაირად, არ ვიცი ეს როგორ მოხერხდება, ვასწავლოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომ ის არის თავდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილი და ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს თავი, რომ ის არის სახელმწიფოს ნაწილი და მასზე გადის ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვაც. ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს არის პირველი და უმთავრესი. ამაზე უნდა, რა თქმა უნდა, პირველში ჩართული უნდა იყოს განათლების სისტემა, შესაბამისად უნდა იყოს, ანუ მხოლოდ ის, რომ ჩვენ ჩემი აზრით ძალიან არა, მაგრამ გარკვეულწილად რაღაცა მცდა შეცდომა დაუშვი, როდესაც ეს ყველაფერი და შენ კარგად გეცოდინება ტრენინგებით გადავწყვეტეთ რომ გავუკეთებინა და ჩემი აზრით ტრენინგებით არ ეს უნდა ყოფილიყო განათლების სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, როდესაც ადამიანი ბაღიდან, პირველი კლასიდან მან უნდა იცოდეს და მას უნდა ისმოდეს რომ ის არის ამ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ამ ქვეყნის კეთილდღეობა, თავდაცვა და უსაფრთხოება გადის მასზე. ეს პირველი, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები აკეთებენ და მათ შორის ფინეთი არის საერთოდ პირველი მაგალითი ამ მიმართულებით. მეორე ამ ყოლაფრის შემდეგ ეს უკვე ფუნდამენტები რაც არის ამ ყოლაფრის შემდეგ უკვე მივდივართ უკვე სახელმწიფოებრივ მოწყობაზე სამწუხაროდ ძალიან დასანანიარეს პირადად ჩემთვის ამის ალბათ ჩვენთვისაც ორივე ყოფილი საჯარო მოხელეები ვართ რომ სხვადასხვა თაობებმა მათ შორის ჩვენი წვლილი შევიტანეთ იმაში რომ საქართველოს შექმნილიყო ძალიან მედეგი და მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის გარეშე
შეუძლებელი არის სახელმწიფოს არსებობა, ხო? ანუ ესენი უნდა იყოს მედეგი, უნდა არსებობდეს ინსტიტუციური მეხსიერება, უნდა იყოს ეს სისტემა კარგად ჩამოყალიბებული. დღეს ჩვენ ფაქტობრივად მოშლილი გვაქვს ეს თავიდან ბოლომდე, არ ვიცი ამას რა აწყობს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ამის გარეშე ვერც ნატოში გაწევრიანება ვერ მოხდება, ვერც ევროკავშირში გაწევრიანება და ეს უმდენად დაშორებული პერსპექტივა ხდება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მინიმუმზე ჩვენი ქვეყნის დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობის დაცვაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს გამართული სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც სხვათა შორის ვერ მივახციეთ ამას და ეს დამავიწყდა მეხსენებინა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას რომ ვსაუბრობდით არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეხება, ეს ყველას ეხება და საქართველოს განსაკუთრებით 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივახერხებთ სამწუხაროდ რომ შეგვექნა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და შეგვექნა ესეთი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენ ამის გარეშე ამ რეფორმების ფუნდამენტური რეფორმების გატარების გარეშე ვერ შევძლებთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რაც მე ხელს შეგვიშლის აბსოლუტურად ყველაფერში, ვერც საკუთარ თავს ვერ დავიცავთ, ვერც დამოუკიდებლობას ვერ შევინარჩუნებთ, ვერც სუვერენიტეტს და საერთოდ მე უკვე ევროკავშირზე და ნატოზე ლაპარაკი ზედმეტი არის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ინსტიტუტების თემა, საზოგადოებისთვის იმის შთაგონება და იმის ახსნა, რომ ისინი არიან თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილი. ძალიან რთული არის შენი თავი აღიქვა თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილად, როდესაც ინსტიტუტები არ არის გამართული, როდესაც სასამართლო სისტემა არ არის გამართული და რა ვიცი, ძალიან ბევრი სამუშაო ამ მიმართულებით და სამწუხაროდ ყოველდღიურად ვცილდებით იმ პარამეტრებს, რა პარამეტრებიც იყო აქამდე, ყოველდღე უარესდება ეს შესაძლებლობები, ის მოცემულობა რაც გქონდა და სამწუხაროდ მიმართულებით ძალიან ბევრი არის სამუშაო. თუ მოქალაქე არ გრძნობს თავს სახელმწიფოს ნაწილად და თუ მოქალაქე გრძნობს რომ სახელმწიფო მის წინააღმდეგ არის და მისი ინტერესები და სახელმწიფოს ინტერესები არ ემთხვევა, ის სახელმწიფო ვერ გადარჩება. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.